ავიაციის ისტორიის განმავლობაში არაერთი თვითმფრინავი გაუტაცებია, თუმცა მე-20 საუკუნეში მომხდარმა ერთმა გატაცებამ საკმაოდ დიდი რაოდენობის კითხვის ნიშანი გააჩინა. პირველი მიზეზი ის გახოთ, რომ ეს ადამიანი გატაცების შემდეგ არავის უნახავს, ხოლო მეორე მიზეზი ის არის, რომ ამ ადამიანის რეალური სახელი და გვარი არავინ იცის. თუმცა ისტორია შემორჩა მისი მეტსახელი. საუბარი D.B. კუპერზე მაქვს. D.B. Cooper. D.B. Cooper. D.B. Cooper. დიდი ალბათობით თქვენ კარგად იცით ის თუ ვინ არის D.B. კუპერი. იმიტომ რომ სხვა თუ არაფერი ჩემი ვიდეოების კომენტარებში ხშირად გვხვდებოდა ამ ადამიანის სახელი და გვარი. თქვენ გსურდათ ის რომ მე მის შესახებ ვიდეო ჩამეწერა. ხოდა მოკლედ თუ კი მზად ხართ, მოიმარჯვეთ პოპკორნი, ან უпростоედ მოიმარაგეთ, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი თავგადასავალი გელოდებათ, უпростоედ D.B. თავგადასავალი გელოდებათ. გამოიწერეთ არხი, გააზიარეთ ეს ვიდეო სოციალურ ქსელებში და დაალაიქეთ იგი. მოკლედ, თუ მზად ხართ, დავიწყოთ. 1971 წლის 24 ნოემბერი. ამერიკის შეერთებული შტატები. 40 წელს გადაცილებული მამაკაცი, რომელსაც საქმიანი კოსტუმი და შავი პალტო აცვია სამგზავრო თვითმფრინავში ჩაჯდა. აფრენიდან რამდენიმე წუთში ის ბორტგამცილებელს აცნობებს, რომ ჩემოდანში ბომბი აქვს. თვითმფრინავი კი გატაცებულია. დამნაშავეს რამდენიმე მოთხოვნა აქვს. თუმცა ამ მოთხოვნებიდან ყველაზე მთავარი პარაშუტი და $200,000. თვითმფრინავი ეშვება. გამტაცებლის მოთხოვნები დაკმაყოფილებულია. ის მიიღებს თანხასაც და პარაშუტსაც. დამნაშავე გაუშვებს მგზავრებს და ეკიპაჟის რამდენიმე წევრს, რის შემდეგაც პილოტს მექსიკისკენ გაფრენას უბრძანებს. შუა გზაში გამტაცებელი აღებს ბოინგის უკანა კარს და ფულთან ერთად ხტება სიბნელეში. გამტაცებელი ან ცოცხალიან გარდაცვლილი რომ ეპოვა, დიდი ალბათობით მისი საქმე დაიმტვერებოდა გამოძიების ფედერალური ბიუროს არქივში. და გარდა ამისა თქვენ არ მთხოვდით იმას, რომ მის შესახებ ვიდეო ჩამეწერა. ალბათ ხვდებით იმას, რომ მისი ისტორია სტანდარტულად არ განვითარებულა. ყველაფერი მასშტაბური სამძებრო ოპერაციით დაიწყო, რომელშიც ჩართულები იყვნენ სპეცსამსახურები, სამხედროები და პოლიციელები. გამოძიების ფედერალური ბიურო კი საქმეს რამდენიმე ათწლეული იძიებდა. მოგვიანებით საქმის შესწავლა მოყვარულმა დეტექტივებმაც დაიწყეს, რომლებსაც საქმის მასალასთან წვდომა ინტერნეტის დახმარებით ჰქონდათ. პოტენციური ეჭმიტანილების რაოდენობა 1000 ადამიანს აღწევს. აი რეალური თვითმხილველი კი მხოლოდ რამდენიმე ათეულია. და მიუხედავად იმისა, რომ სამძებრო სამუშაოები საკმაოდ მასშტაბური იყო, მაინც პასუხგაუცემელი რჩება შემდეგი შეკითხვები. ვინ იყო D.B. კუპერი? სად გაქრა იგი მას შემდეგ, რაც ბოინგიდან გადახტა და გარდა ამისა, როგორ მოახერხა და როგორ დაგეგმა მან ბოინგის გატაცება? ზოგიერთი ისტორია საკმაოდ საინტერესო და ამავდროულად უცნაურია. უცნაურია პირველ რიგში იმის გამო, რომ რაც უფრო მეტ დეტალს იგებ, მით უფრო ღრმად შედიხარ ლაბირინთში და მერე გზის გაგნება გიჭირს. D.B. კუპერის საქმეც ზუსტად აი ასეთი შემთხვევა არის. ჩვენ უკვე საჯაროდ გვაქვს ხელმისაწვდომი აბსოლუტურად ყველა საქმეში არსებული მასალა. თუმცა მიუხედავად ამისა, როგორც არ უნდა დავალაგო თითოეული მათგანი, ჩვენ მაინც გვიჭირს გარკვეულ კითხვებზე პასუხის გაცემა. მე შეგახსენებთ იმას, რომ ჩემს ვიდეოებში ყოველთვის აღწერაში ვტოვებ ხოლმე ლინკებს, რომლებსაც შეგიძლიათ რომ გაიცნოთ, ასე რომ თუ D.B. კუპერის საქმე ძალიან დაგაინტერესებთ, ჩაიჭრით აღწერაში და უფრო მეტ დეტალს გაიცანით. ახლა კი მოდი მე ვისაუბრებ იმაზე, თუ რა ხდებოდა უშუალოდ გატაცების დროს, ან უпростоრად რა ხდებოდა Boeing 727-ის ბორტზე. 1971 წლის 24 ნოემბერი, მადლიერების დღის წინა პერიოდი, პორტლენდის აეროპორტი. აეროპორტში ხმამაღლა აცხადებენ ჩასხდომას კომპანია Northwest-ის 305 რეისზე, რომელიც სიეტლისკენ უნდა გაფრინდეს დღის 3 საათზე. მგზავრები Boeing 727-ში კუდის მხრიდან ადიან. ბორტგამცილებელი მგზავრებს ხვდება და ბილეთებს ამოწმებს. მიუხედავად იმისა, რომ თვითმფრინავში ბევრი სამგზავრო ადგილია, ბორტი ნახევრად სარიელი იქნება. მასში 40-მდე მგზავრი ჩაჯდება. ბოლო მგზავრს, რომელიც თვითმფრინავში ადის, შავი პალტო და საქმიანი კოსტუმი აცვია. ხელში კი ჩემოდანი უჭირავს. გამცილებელი ბილეთს ჩახედავს. მისი სახელი დენ კუპერია. კუპერი სალონში ადის და თვითმფრინავის ბოლოში უთვნილ ადგილზე ჯდება. ჩემოდანს კი ილუმინატორთან მყოფ ცარიელ სავარძელზე დებს. ამავე რიგში კიდევ 2 მგზავრი ზის. მათ ჯერ არ იციან, რომ მალე ისინი მთავარი მოწმეები გახდებიან. Boeing 727 მზად არის რომ გაფრინდეს. ის ადამიანი, რომელიც ამოწმებდა ბილეთებს, ბორტგამცილებელი ფლორენ შაფნერი გახლდათ, რომელიც ამავდროულად პასუხისმგებელი იყო იმაზეც, რომ ბორტის უკანა მხარეს მსხდომი ადამიანები თავს კომფორტულად გზნობდნენ. კითხვაზე თუ რას დალევდა, ფლორენცმა პასუხად ბურბონი
და 7-Up-ი მიიღო. დენ კუპერი ჩვენი ვიდეოს მთავარი გმირი არანაირ ეჭვს არ ბადებს. შავი პალტო, შარვალ კოსტუმი და საქმიანი ჩემოდანი ამ პერიოდისთვის დამახასიათებელი სტანდარტული ჩაცმულობაა. თვითმფრინავი ასაფრენ ბილიგზე მოძრაობას იწყებს. ბორდგამცილებლები სალონის ბოლოში მყოფ სკამებზე სხდებიან. ბოინგი სიჩქარეს კრებს და თითქმის იმ წამსვე, როგორც კი იგი მიწას მოწყდება, კუპერი ფლორენ შაფნერს წერილს აწვდის, რომელშიც შემდეგი რამ ეწერა: მემ, ჩანთაში ბომბი დევს. თხოვთ ჩემს გვერდით დაждეთ. გამცილებელი იბნევა და დენ კუპერს ეკითხება ეს შემთხვევით ხუმრობა ხომ არ არის. თუმცა უარყოფითი პასუხის შემდეგ იძულებული ხდება რომ თავისუფალ სავარძელზე დაждდეს. მას შემდეგ რაც კუპერი ჩემოდანს გახსნის, ბორდგამცილებელი მასში მოთავსებულ დინამიტის მსგავს ნივთს, მავთულებსა და მექანიზმს შენიშნავს, რომელიც ასაფეთქებელ მოწყობილობას წააგავს. ფლორენ შაფნერი წერილს კოლეგას, თინა მაკლოუს გადასცემს, რომელიც ტელეფონით უკავშირდება კაპიტანს და აცნობს შემდეგ ინფორმაციას. თვითმფრინავი გატაცებულია, გამტაცებელს ბომბი აქვს და ეს სულაც არ არის ხუმრობა. გასათვალისწინებელია ორი საკმაოდ მნიშვნელოვანი დეტალი. პირველი დეტალი გახლავთ ის, თუ საიდან სად მიფრინავს თვითმფრინავი. პორტლენდსა და სიეტლს შორის საკმაოდ პატარა მანძილია. A პუნქტიდან B პუნქტში ჩაფრენას კი დაახლოებით 9 საათი სჭირდება. ბორდგამცილებლები ხშირად ვერც კი ასწრებენ ფრენის დროს მგზავრების შეკვეთილი სასმელების ჩამოტარებას. მეორე, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი დეტალი თვითმფრინავის მოდელია. Boeing 727-ში 100-ზე მეტი მგზავრი ეტევა. თვითმფრინავში ასასვლელად მგზავრებს კუდის მხრიდან უწევთ შესვლა. სწორედ თვითმფრინავის ამ ნაწილში არის განთავსებული კარი, რომელსაც ბორდგამცილებელი სპეციალური ბერკეტის დახმარებით აღებს, თუმცა თეორიულად ამ კარის გაღება მგზავრსაც შეუძლია. მსგავსი კონსტრუქცია Boeing-ს აძლევდა იმის საშუალებას, რომ დღის განმავლობაში საკმაოდ ბევრი ფრენა ჰქონოდა. იქიდან გამომდინარე, რომ მას რომ მგზავრები აიყვანა, არ სჭირდებოდა ტერმინალთან მისვლა, იმიტომ რომ შეგახსენებთ, მასში მგზავრები კუდის მხრიდან ადიოდნენ. ხოდა მოკლედ ამ კონკრეტული Boeing-ისთვის ეს დღის განმავლობაში, ანუ 1971 წლის 24 ნოემბერს არ იყო პირველი ფრენა. ამ Boeing-ს უკვე რამდენიმე ფრენა ჰქონდა შესრულებული და ის ადამიანები, ანუ თინა მაკლოუ, ისევე როგორც ფლორენ შაფნერი, ისევე როგორც პილოტები, თავიანთ უკანასკნელ რეისზე იყვნენ. ანუ ისინი ამ კონკრეტული რეისის დასრულების შემდეგ წავიდოდნენ სახლში და დაისვენებდნენ, თუმცა მაშინ, როდესაც სამსახურში გადიოდნენ, არ იცოდნენ, რომ თვითმფრინავში დენ კუპერი აღმოჩნდებოდა. მას შემდეგ, რაც გამცილებლისგან ბომბასთან დაკავშირებული შეტყობინება მიიღეს, პილოტები სიტუაციას აცნობენ დისპეჩერებს. ამ დროისთვის მათ არ იციან სამოქმედო გეგმა, იმიტომ რომ ჯერჯერობით უცნობია ის თუ რა სურს გამტაცებელს, თუმცა ეს, რა თქმა უნდა, დროებითია. კუპერი შავ სათვალეებს იკეთებს. ახლა ფლორენსი მის თვალებს ვეღარ დაინახავს. ბორდგამცილებლის გარდა, სხვა თვითმხილველებს მისი თვალები აღწერის დროს არც გაახსენდება. გამტაცებელი ბორდგამცილებელს თხოვს, რომ პილოტებს შეატყობინოს მოთხოვნათა სია. პილოტები კი თავის მხრივ შესაბამისად ამ სიას გადასცემენ სადისპეჩეროს. პილოტებსა და სადისპეჩეროს შორის შემდგარი საუბარის სრული ტრანსკრიფცია შენახულია და აი რა გადასცეს პილოტებმა სადისპეჩეროს. 5 საათისთვის გამტაცებელს უნდა ჰქონდეს ჩემოდანში ჩაწყობილი $200,000. გამტაცებელს სჭირდება 2 ძირითადი და 2 სათადარიგო პარაშუტი. ჩემოდანში ბომბი აქვს და თუ რომელიმე მოთხოვნა არ იქნება შესრულებული, ააფეთქებს მას. ამ მოთხოვნების გარდა კუპერს კიდევ ერთი მოთხოვნა აქვს. მას შემდეგ, რაც თვითმფრინავი აეროპორტში დაეშვება, იგი მოითხოვს ბენზინის ავზის ავსებას, რადგან მას შემდეგ, რაც იგი მიიღებს თანხას, ის და მგზავრები რაღაც მიმართულებით გაფრინდებიან, თუმცა რა მიმართულებით, იგი არ აკონკრეტებს. ამ მომენტისთვის ფლორენ შაფნერი პილოტთა კაბინაში შევიდა მოთხოვნების სიით და იმის გათვალისწინებით, რომ კუპერს სურდა, რომ მის გვერდით ეკიპაჟის ერთი წევრი მაინც ყოფილიყო, ფლორენსის ადგილი თინა მაკლოუმ დაიკავა. სწორედ მაკლოუ იქნება ის ადამიანი, რომელიც გამტაცებელთან ყველაზე დიდ დროს გაატარებს. მას შემდეგ, რაც თვითმფრინავის გატაცების ამბავი ადგილობრივმა გამოძიების ფედერალური ბიუროს წარმომადგენლებმა გაიგეს, ისინი საქმეში ერთვებიან. თუმცა მანამდე უნდა აღინიშნოს ის, რომ პორტლენდის პოლიციის დეპარტამენტის ოფიცერმა თავდაპირველად იფიქრა, რომ ეს არა გამტაცებელი, არამედ იმიტატორია. საქმე ის არის, რომ ზუსტად 10 დღით ადრე, ანუ 1971 წლის 14 ნოემბერს, ერთმა ადამიანმა გაიტაცა კანადური ავიაკომპანიის Boeing-ი. Boeing-ი, რომელიც Boeing 727-ს ძალიან წააგავდა. იგი კუპერის მსგავსად იმუქრებოდა, რომ ააფეთქებდა თვითმფრინავს, თუ კი მას არ მიუტანდნენ $1,500,000. თუმცა საბოლოო ჯამში მაინც
$50,000 დასჭერდა და აქ ხაზგასასმელია ის, რომ ამის შესახებ სტატიები გაზეთებში იწერებოდა. წაიკითხა თუ არა კუპერმა ეს სტატიები უცნობია, მაგრამ მაინც. ხო, სანამ ვიდეოს გავაგრძელებ, ერთი რაღაც უნდა ვთქვა. ბავშვობიდან ვერ ვამბობ სიტყვა თვითფრინავს. უпростоრედ ვამბობ, მაგრამ ხანდახან ვერ ვამბობ. ხო და ეს ვიდეო ჩემთვის არის ტანჯვა და წამება. თუ ეს ვიდეო ავა 100,000 ლაიქზე, სპეციალურად ვამბობ 100,000 ლაიქს, ამოვჭრი და შევინახავ ყველა იმ მომენტს, სადაც თვითფრინავს ვამბობ, იმიტომ რომ ძლივს ვამბობ და ცალკე ავტვირთავ. აი, ხუმრობა იქით იყოს, მაგრამ თუ ვიდეოს დალაიქებთ, ძალიან გამიხარდება. მოკლედ, მიუბრუნდეთ დენ კუპერს. DB კუპერის ისტორიაში ჩვენ კარგად ვიცით ის თუ რა ხდებოდა სადისპეჩეროში და გარდა ამისა თვითფრინავის სალონში. აქ მისტიკა იმაში იმალება, თუ რა მოხდა თვითფრინავიდან გადახტომის შემდეგ და რა ხდებოდა მანამდე. ძალიან მოკლედ რომ თქვა, თვითფრინავში ზის დენ კუპერი, რომელსაც აქვს ბომბი, ამის შესახებ იციან ბორტგამცილებლებმა, კაპიტანმა და მისმა ორმა თანაშემწემ, თუმცა მგზავრებს წარმოდგენაც კი არა აქვთ, რომ ისინი სხედან იმ თვითფრინავში, რომელიც გატაცებულია. ერთ-ერთმა მგზავრმა, რომელიც იგივე რიგში იჯდა, სადაც კუპერი, მოგვიანებით თქვა, რომ სიტუაცია ოდნავ საეჭვოდ მოეჩვენა. პირველ რიგში იმის გამო, რომ ბორტგამცილებელი საკმაოდ დიდხანს იჯდა მამაკაცთან, რომელსაც მზის სათვალეები ეკეთა. მაგრამ არც ბომბის და არც იმის შესახებ, რომ რეისი გატაცებული იყო, მან არაფერი იცოდა. მიწაზე კი ამ დროს გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტები იმაზე ფიქრობენ, მისცენ თუ არა კუპერს ის ყველაფერი, რაც მას მოთხოვნაში უწერია. აქ საკმაოდ სარისკო გადაწყვეტილება აქვთ მისაღები, იქიდან გამომდინარე, რომ მათ არ იციან ის თუ რას მოიმოქმედებს გამტაცებელი. დაახლოებით 1 თვის წინ ბაჰამის კუნძულებზე გამტაცებელმა თვითფრინავის ბენზინის ავზის გავსება მოითხოვა. ხელისუფლებამ მას უარი უთხრა, რის გამოც ატყდა სროლა და ეკიპაჟის რამდენიმე წევრი გარდაიცვალა. ავიაკომპანია Northwest-ის პრეზიდენტი უკავშირდება ბანკს იმისთვის, რომ მიიღოს $200,000 ქეშად, რაც საკმაოდ დიდი თანხა არის იმ დროისთვის, არც ახლა ცოტა, მაგრამ იმ დროისთვის ბევრად უფრო მეტი იყო. აი გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტები კი თავის მხრივ პასუხისმგებლები არიან იმაზე, რომ მოამზადონ პარაშუტები და გარდა ამისა დაფრენის შემდეგ აავსონ თვითფრინავის ავზი საწვავით და ამისთვის მათ ძალიან ცოტა დრო აქვთ. იმიტომ რომ შეგახსენებთ, ფრენა დაახლოებით 9 საათი გრძელდება. კუპერთან ამ დროისთვის ბორტგამცილებელი თინა მაკლოუ იჯდა. გამტაცებელი მას სხვადასხვა კითხვებს უსვამდა. მათ შორის ინტერესდებოდა იმით, თუ საიდან არის იგი და რამდენი წლისაა. მოგვიანებით გამცილებელი დაკითხვის ოქმში საუბრობდა იმაზე, რომ კუპერი ზრდილობიანი იყო და ყველა კითხვას აუღელველად სვამდა. ამ დროისთვის თვითფრინავი ჰაერში წრეებს არ ტყამდა. კუპერი კი ბორტგამცილებელს ეუბნებოდა, რომ ახლა ისინი ქალაქ ტაკომას თავზე არიან. ეკიპაჟის წევრები იმისთვის, რომ მგზავრებმა არ ინერვიულონ, იმიტომ რომ შეგახსენებთ, რეისი უნდა გაგრძელებულიყო 9 საათი და ცოტათი გაიჭიმა, ოღონდ ცოტაზე უფრო მეტხანსაც კი, ამშვიდებენ მგზავრებს და ეუბნებიან, რომ თვითფრინავს რაღაც გარკვეული ტექნიკური ხარვეზი აქვს და არ ინერვიულოთ, მალე დავეშვებითო. ეს რამდენად სასიამოვნო მოსასმენია მაშინ, როდესაც ელოდები იმას თუ როდის დაფრინდები არ ვიცი, მაგრამ ალბათ ჯობია რომ ეს გაიგო ვიდრე ის, რომ თვითფრინავზე ვიღაც არის ამოსული ბომბით და ყველას აფეთქებით იმუქრება. გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტები ამ მომენტისთვის ჩქარობენ. პირველ რიგში იმის გამო, რომ $200,000 მოკლე დროშია შესაგროვებელი და აეროპორტშია წასაღები. მეორე მიზეზი კი ის გახლავთ, რომ ამ კუპიურების სერიული ნომრებია მოსაწედი, რათა თითოეული მათგანის სამომავლოდ პოვნა არ გაჭირდეს. მაინც და მაინც ჩქარა არც პარაშუტების საკითხი გადაწყვეტილა. კუპერი არ ღილავს. ის კაპიტანს შეატყობინებს, რომ მზად არის მიწაზე დაელოდოს მოთხოვნების შესრულებას. ბორტგამცილებელი თინა მაკლოუ გამტაცებელს საკმაოდ საინტერესო შეკითხვას დაუსვამს. რაიმე საწინააღმდეგო ხომ არ გაქვთ კომპანია Northwest-ის მიმართო? რაზეც დენ კუპერი გასცემს შემდეგ პასუხს. მე არ მამოძრავებს ნეგატივი თქვენი კომპანიის მიმართ. მე უბრალოდ ნეგატივი მამოძრავებსო. ეს ციტატა, რა თქმა უნდა, ისე უბრალოდ არ მომყავს. ამ ციტატას და არა მხოლოდ ამ ციტატას სხვადასხვა ექსპერტები საკმაოდ ისე დეტალურად ჩაშლიან, იმისთვის რომ შეისწავლონ ის თუ რა მიზანი ამოძრავებდა გამტაცებელს, თუმცა ამ საკითხს ოდნავ მოგვიანებით მიუბრუნდები. თვითფრინავის დაშვებამდე კუპერი ნერვიულობას იწყებს. თუ კი აქამდე ის მშვიდად იყო, ახლა მას ის აზრი აწუხებს, რომ სანამ ჰაერში იყო, სპეცდანიშნულების რაზმი ოპერაციისთვის ემზადებოდა და ხელისუფლების წარმომადგენლები სულაც არ გეგმავდნენ მის ცოცხლად აყვანას.
შეიძლება ითქვას, რომ მისი შიშები გარკვეულ წილად გამართლებულია. აეროპორტი დახურულია. დასაჯდომი ბილიკის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულები არიან სპეცსამსახურისა და გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლები. აეროპორტის სახურავზე კი სნაიპერები იმყოფებიან. თქვენ წარმოიდგინეთ, კომპანია Northwest-ის პრეზიდენტმაც კი არ იცის, რას გეგმავენ სამართალდამცავები. როგორც იქნა Boeing-ი 727 ეშვება. სნაიპერები მგზავრების თავებს ხედავენ ილუმინატორში. ამ მომენტში გამტაცებელი საპირფარეშოში იმყოფება. მგზავრები დგებიან და ბარგის აღებას იწყებენ. თვითმფრინავის წინა კართან ტრაპი დგება, რომელიც ელოდება იმას, თუ როდის ჩამოვლენ მგზავრები. ცოტა ხანში კუპერი გამოვიდა საპირფარეშოდან. მისი მოთხოვნის მიხედვით თინა მაკლოუ, შეგახსენებთ, რომ საუბარი მაქვს ბორტგამცილებელზე, უნდა ჩასულიყო თვითმფრინავიდან, აიღო ფული და ამოეტანა ეს თანხა ბორტზე. ეს იყო იდეალური დრო იმისთვის, რომ შტურმი დაეწყო, თუმცა მიუხედავად ამისა, გამოძიების ფედერალურმა ბიურომ გადაწყვიტა, რომ გამტაცებლის მოთხოვნები დაეკმაყოფილებინა და არ ჩაეტარებინა ეგრეთ წოდებული სპეცოპერაცია. მას შემდეგ, რაც თინა მაკლოუმ ამოუტანა დენ კუპერს თანხა, მან ჩახედა кейს, გადათვალა, უпростоეთ ზედაპირულად გადათვალა, თორე $200,000 დათვლა მარტივი ამბავი არ იქნებოდა, გადათვალა მოკლედ ეს თანხა და თქვა, რომ ყველაფერი რიგზეა. გამტაცებელი თანხდება მგზავრების გაშვების შეთავაზებას. ისინიც ისე ჩამოდიან თვითმფრინავიდან, რომ ვერც კი ხვდებიან რა ხდება. კუპერი ორ ბორტ გამცილებელსაც გაუშვებს. მასთან ერთად თვითმფრინავში 3 პილოტი და თინა მაკლოუ დარჩება, რომელმაც ბორტზე პარაშუტები აიტანა. ამის შემდეგ კუპერი ბორტ გამცილებელს ილუმინატორის დაფარვას თხოვს. მას შემდეგ, რაც თინა მაკლოუ მიუბრუნდება დენ კუპერს, საკმაოდ საინტერესო რაღაცა შეამჩნევს. გამტაცებელი ერთ-ერთ პარაშუტს აჭრიდა თოკებს. მას სურდა, რომ პარაშუტი გადაეკეთებინა ზურგჩანთად, რომელშიც ჩადებდა კუპიურებს. იგი გაღიზიანებული იყო იმის გამო, რომ ფული მოუტანეს არა ზურგჩანთით, არამედ кейსით. გამტაცებელსა და პილოტს შორის ურთიერთობა ბორტ გამცილებლის დახმარებით ხერხდებოდა. დენ კუპერის მოთხოვნები ასე ჟღერდა: ჩვენ ან მეხიკოში, ან მექსიკის ნებისმიერ სხვა ქალაქში უნდა გავფრინდეთ. ფრენის სიმაღლე არ უნდა აღემატებოდეს 10,000 ფუტს, ანუ 3 კილომეტრს. უკანა კარი უნდა იყოს ღია. გარდა ამისა, თვითმფრინავს უნდა ჰქონდეს ჩამოშვებული შასი. კლაპების დახრის კუთხე არ უნდა აღემატებოდეს 15 გრადუსს. ამას გარდა სალონში უნდა იყოს ჩამქრალი შუქი. ეკიპაჟის ყველა წევრი, მათ შორის თინა მაკლოუც, თვითმფრინავის წინა ნაწილში უნდა იყვნენ. ხოლო ის ფარდა, რომელიც პირველი კლასის მგზავრებსა და სხვებს შორის არის, ჩამოწეული უნდა იყოს. საწვავის ავზის ავსების შემთხვევაში ერთადერთი ქვეყანა, რომელშიც შეიძლება გაჩერება, მექსიკაა. გამოძიების ფედერალური ბიუროს წარმომადგენლებთან ერთად სიტუაციას ფსიქიატრიც აკვირდება. იგი ადგენს გამტაცებლის ფსიქოპორტრეტს. ის დარწმუნებულია, რომ ორი დამატებითი პარაშუტი კუპერს იმისთვის სჭირდება, რომ ეკიპაჟის წევრთან ერთად გადახტეს, რის შემდეგაც თვითმფრინავს ააფეთქებს. ავტობუსში, რომელსაც მგზავრები ასაფრენი ბილიკიდან აეროპორტის შენობამდე მიჰყავს, ერთადერთი ადამიანი აკლია. და ეს ადამიანი, რა თქმა უნდა, დენ კუპერი გახლავთ. გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტებმა პატარა გამოკითხვა ჩაატარეს, რომლის მიხედვითაც მათ გაარკვიეს, რომ დენ კუპერი დაახლოებით 40-დან 45 წლამდე მამაკაცი იყო, რომელიც შემოსილი იყო შავი პალტოთი, მას ეცვა საქმიანი შარვალ კოსტუმი და ერთადერთი რამ, რაც მას ბარგში ჰქონდა, ეს იყო ასევე საქმიანი, საკმაოდ პატარა მომცრო ზომის ჩემოდანი. 305 რეისის მგზავრებს აეროპორტის შენობასთან უცნაური სურათი დახვდათ. პოლიციელებისა და ჟურნალისტების არმია, რომლებმაც მათზე უკეთ იცოდნენ თუ რა ხდებოდა რეალურად ბორტზე. მგზავრები მხოლოდ მაშინ მიხვდნენ, რომ ძევლად იყვნენ აყვანილნი, როცა პრესის წარმომადგენლებმა კითხვების დასმა დაიწყეს. სწორედ ამ მომენტში სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი რაღაც ხდება. ერთ-ერთი ჟურნალისტი გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტს ეკითხება, იცის თუ არა მან გამტაცებლის სახელი და გვარი. რაზეც აგენტი პასუხობს, yes, D. Cooper. როგორც ჩანს, ჟურნალისტმა არასწორად გაიგო პასუხი და დენ კუპერის ინიციალებში, ანუ D. Cooper-ის ნაცვლად, D.B. Cooper-ი ჩაწერა. სხვა ჟურნალისტებმა უკვე აღარ გადაამოწმეს ინფორმაცია და იმის გამო, რომ მათ სურდათ, რაც შეიძლება მალე გაევრცელებინათ ინფორმაცია თვითმფრინავის გატაცების შესახებ, აბსოლუტურად ყველა ჟურნალ გაზეთში დენ კუპერის ინიციალებში B-ს გამოჩნდა. და სწორედ ასე გაჩნდა D.B. Cooper-ი. მოთხოვნებიდან გამომდინარე, გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტები მიდიან შემდეგ დასკვნამდე.
10,000 ფუტიანი ფრენის სიმაღლის ლიმიტი იმას ემსახურება, რომ უფრო მეტ სიმაღლეზე ასვლა კაბინაში მაღალ წნევას გამოიწვევს, რაც ფატალურად დასრულდება გამტაცებლისთვის და ეკიპაჟის წევრებისთვის. როგორც ჩანს, DB კუპერმა კარგად იცის ის თუ როგორ არის მოწყობილი თვითმფრინავი და რა საფრთხის წინაშე აღმოჩნდება თუ 10,000 ფუტის სიმაღლეზე ზემოთავა. თუმცა მიუხედავად ამ ყველაფრისა, მან აშკარად ვერ გაითვალისწინა ორი საკმაოდ მნიშვნელოვანი დეტალი. ერთ-ერთი დეტალი ის გახლავთ, რომ კარი უნდა გაღებულიყო მხოლოდ აფრენის შემდეგ, ანუ ღია კარით თვითმფრინავი უბრალოდ ვერ აფრინდებოდა. და გარდა ამისა, აეროდინამიურობას ხელს შეუშლიდა ჩამოშვებული შასი, ანუ ჩამოშვებული ბორბლები. და შესაბამისად თვითმფრინავი ვერ შეძლებდა მაქსიმალური სიჩქარის აკრეფას, რაც თავისხრივ ბუნებრივია გაზრდიდა საწვავის ხარჯს. პილოტები ამ ყველაფერს აცნობიერებენ და აუზის ასავსებად ქალაქ რინოში ჩაფრენას გეგმავენ. ბორტგამცილებელი გამტაცებელს პარაშუტის გამოყენების ინსტრუქციას უხსნის, თუმცა კუპერი უარს ამბობს, რადგან როგორც ჩანს, მან ისედაც კარგად იცოდა, რაც სჭირდებოდა. მანამ სანამ თინა მაკლოუ ბოინგის წინა მხარეს გადავა, კუპერი თხოვს, რომ აუხსნას თუ როგორ უნდა გაიღოს თვითმფრინავის უკანა კარი, რის შემდეგაც გამცილებელი ეკითხება თუ რას გეგმავს იგი ბომბთან დაკავშირებით, რაზეც პასუხად იღებს, რომ მას ან გაანეიტრალებს, ან თან წაიღებს. პირველი კლასის სექციაში გადასვლის წინ, მანამ სანამ ფარდას გადაწევდა, მაკლოუ შეამჩნევს იმას, თუ როგორ ცდილობდა კუპერი ფულით სავსე პარაშუტის ჩანთის სხეულზე თოკებით დამაგრებას. ბოინგი აფრინდა და ამ მომენტიდან ჩვენ ერთადერთი რამ, რაც დაზუსტებით ვიცით, ეს არის პილოტის, მისი თანაშემწეების და თინა მაკლოუს ქმედებები. რა თქმა უნდა, გარდა ამ ყველაფრისა, ის თუ რას აკეთებდნენ გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტები. იმიტომ რომ აქ უკვე თვითმხილველები აღარ ყვავს. და შესაბამისად, ერთადერთი რამ, რაც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ იმასთან დაკავშირებით თუ რას აკეთებდა დენ კუპერი თვითმფრინავში, არის მხოლოდ ვარაუდი. ამინდი და ჰაერის ტემპერატურა ზომიერი იყო. კარის სიჩქარე დაახლოებით 5 მეტრი წამში. გრუბლები კი დაახლოებით 1 კილომეტრის სიმაღლეზე იმყოფებოდნენ. გამოძიების ფედერალური ბიურო გადაწყვეტს, რომ ბოინგს 2 გამანადგურებელი და ვერტმფრენი გააყოლოს. მოგვიანებით ჰაერში სხვა სამხედრო თვითმფრინავებიც გამოჩნდებიან. იმის ხარჯზე, რომ ვერტმფრენი ვერ დაფრინავს იმდენად ჩქარა, როგორც ბოინგ 727, ხოლო გამანადგურებლები საკმაოდ მაღლა და გარდა ამისა, ბევრად უფრო ჩქარა დაფრინავენ, ბოინგი ხშირად ქრებოდა რადარებიდან. აქ გასათვალისწინებელი და საკმაოდ საინტერესო ის არის, რომ გამანადგურებლების მიზანი არა დენ კუპერი, არამედ უშუალოდ ბოინგი 727 იყო. იმ შემთხვევაში თუ კი პილოტები დაკარგავდნენ მართვას, ან მათ გამოელეოდათ საწვავი და თვითმფრინავი ამ დროისთვის იქნებოდა პირობითად დასახლებულ პუნქტთან ახლოს, ისინი ვალდებულები იყვნენ, რომ აეფეთქებინათ ბოინგი. სიეტლიდან გამოფრენის შემდეგ დაახლოებით 20 კილომეტრში პილოტები კაბინაში არსებულ სიგნალს ამჩნევენ, რომელიც იმაზე მეტყველებს, რომ უკანა კარი გაიღო. ამ მომენტში თვითმფრინავის სალონში ისეთი ხმა ისმის, თითქოს ბოინგი შიგნით ტორნადო ყოფილიყო. ეკიპაჟის წევრები რაციის დახმარებით ცდილობენ კუპერთან დაკავშირებას. ეკითხებიან რაიმე სახის დახმარება ხომ არ სჭირდება, რაზეც ის უარს აცხადებს. გარკვეული დროის შემდეგ პილოტები წნევის ვარდნასაც ამჩნევენ. ნიშნავდა თუ არა ეს იმას, რომ კუპერი გადახდა ჯერჯერობით უცნობი იყო. პილოტებმა რაციაში კუპერი გააფრთხილეს, რომ რინოში დაждომისას უკანა კარი აუცილებლად დაკეტილი უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ბოინგი ვეღარსად გაფრინდებოდა, თუმცა კუპერისგან პასუხი არ ისმოდა. მგზავრთა კაბინაში გადასვლისას კაპიტანს არავინ დახვდა. When he got on a plane in Portland, Oregon last night, he was just another passenger who gave his name as D.A. Cooper. But today, სხვათა შორის საკმაოდ ბევრმა გამომწერმა მითხრა, რომ შენს ვიდეოებს საჭესთან როცა ვსხედვართ, მაშინ ვუყურებთო და შესაბამისად ტიტრების წაკითხვისთვის არ გვცალიაო, მაგრამ ეს ის შემთხვევა იყო, როდესაც სატელევიზიო ჩანაწერს მე ვერ გავახმოვანებდი ერთი მარტივი მიზეზის გამო. თქვენ თავად უნდა მოგესმინათ ის თუ რა თქვა წამყვანმა. მან დენ კუპერს არა DB კუპერი, არამედ DA კუპერი უწოდა. D.A. Cooper. DA თუ DB კუპერი ამას მნიშვნელობა დიდად არ აქვს. ის ლეგენდად იქცა, რადგან მას შემდეგ რაც ბორტგამცილებელმა პირველი კლასისა და უკანა სექციის გამყოფი ფარდა გადაწია, ის არავის უნახავს. მეტიც, დენ კუპერი, მისი ნამდვილი სახელი და გვარი სულაც არ ყოფილა. მისი ქმედებები საკმაოდ დიდი რაოდენობის კითხვის ნიშანს ბადებს და ერთ-ერთი მთავარი შეკითხვა მდგომარეობს იმაში, შეძლო თუ არა დენ კუპერმა გადარჩენა მას შემდეგ, რაც ის თვითმფრინავიდან გადმოხდა. იმ შემთხვევაში თუ კი კითხვაზე პასუხი არის კი, ის გადარჩა, მაშინ საინტერესოა რატომ ვერ შეძლეს და რატომ ვერ მიაგნეს მის კვალს.
ხო, ნუ პატარა სპოილერი გამომივიდა, მე მაპატიეთ, სხვა გზა არ მქონდა. იმ შემთხვევაში თუ კი პასუხი არის არა, მაშინ საინტერესოა ის თუ რატომ ვერ შეძლეს და რატომ ვერ იპოვეს ვერც მისი სხეული, ვერც პარაშუტი, ვერც ფული, ნუ მოკლედ ვერაფერი მასთან დაკავშირებით. ხო, კითხვის ნიშნები საკმაოდ ბევრი გვაქვს, კითხვებით საკმაოდ ბევრია. თხოვნა მექნება რომ დაალაიქოთ ვიდეო, მე კი თითოეულ მათგანს თანმიმდევრულად მივყვები. 1971 წლის 25 ნოემბერს მასშტაბური სამძებრო ოპერაცია იწყება. სხვადასხვა მონაცემების მიხედვით, მასში 1000-მდე ადამიანია ჩართული. მათ შორის პოლიციის თანამშრომლები, სამხედრო პირები და გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტები. ვერტფრენებიდან ტყის ზონასა და ირგვლივ არსებულ მაგისტრალებს ათვალიერებენ. ნავების დახმარებით კი ამოწმებენ წყალსაცავებს და პატარა ტბებს. სამძებრო ჯგუფის წევრები კოორდინირებულად მუშაობენ, რადგან კუპერის ძიება სიეტლიდან რინოს შორის არსებულ ტერიტორიაზე მისი სიდიდის გამო მარტივი საქმე ნამდვილად არაა. სწორედ ამიტომ გამომძიებლები პირველ რიგში იმის დადგენას ცდილობენ, თუ სად და რა მომენტში გადმოხდა კუპერი თვითმფრინავიდან. იმისთვის, რომ გამოძიების ფედერალურმა ბიურომ დაახლოებით მაინც გამოიანგარიშოს ის თუ სად გადმოხდა, საუბარი მაქვს დაახლოებით გამოანგარიშებაზე დენ კუპერი, მათ ჭირდებათ რამდენიმე მონაცემი. ეს არის Boeing 727-ის საშუალო სიჩქარე, ანუ რა სიჩქარით გადაადგილდებოდა ის ჰაერში და გარდა ამისა ის თუ დაახლოებით რა დროს გადმოხდა დენ კუპერი თვითმფრინავიდან. ეკიპაჟის გამოკითხვისა და ბორტ კომპიუტერის ჩანაწერის მიხედვით, უკანა კარი გაიღო საღამოს 7 საათსა და 42 წუთზე. 8 საათსა და 12 წუთზე კი წნევა იმატებს და ბორტის უკანა ნაწილიც ირხევა. მაგრამ ნიშნავდა თუ არა ეს რხევები იმას, რომ დენ კუპერი სწორედ 8 საათსა და 12 წუთზე გადმოხდა თვითმფრინავიდან. ამ ყველაფრის გასარკვევად დაგვჭირდება სულ ცოტაოდენი ფიზიკა. უფრო სწორედ კი ფიზიკის რამდენიმე კანონის გათვალისწინება, რომელშიც აუცილებელი მაჩვენებელი იქნება ის, თუ რა წონის იყო დენ კუპერი და გარდა ამისა ის ყველაფერი რაც მას თან ჰქონდა, ანუ ტანსაცმელი, პარაშუტი და ფულით სავსე ჩანთა. თვითმხილველთა თქმით, დენ კუპერის სიმაღლე 180 სანტიმეტრს აღემატებოდა და ის საშუალო აღნაგობის მამაკაცი იყო. მისი სავარაუდო წონა კი 80-დან 90 კილოგრამამდე უნდა ყოფილიყო. შემდეგი საკითხი ფულის წონაა. მთლიანი თანხა $200,000 იყო, რომელიც $20 კუპიურებისგან იყო შეკრული. ანუ ჯამში საუბარია $10,020-ზე. მათი წონა დაახლოებით 10 კილოგრამია. პარაშუტის წონაც დაახლოებით 10 კილოგრამს შეადგენს. შედეგად კი ვიღებთ იმას, რომ თვითმფრინავიდან დაახლოებით 100-110 კილოგრამის მასა გადახდა. მე უნდა შეგახსენოთ ის ფაქტი, რომ Boeing 727 დაახლოებით 10,000 ფუტის სიმაღლეზე, ანუ შესაბამისად 3 კილომეტრის სიმაღლეზე დაფრინავს და მისი კარი არის ღია, რაც შესაბამისად წარმოქმნის საკმაოდ სერიოზულ ქარს უშუალოდ Boeing-ის სალონში. აქ ჩნდება ლოგიკური შეკითხვა. შეძლებდა თუ არა არაპროფესიონალი, არაპარაშუტისტი ადამიანი იმ გადაწყვეტილების მიღებას, რომ უყოყმანოდ გადამხტარიყო? ამ კითხვაზე სავარაუდო პასუხი არის დიდი ალბათობით ვერა. ავიაკომპანია Northwest-ის ინჟინერების აზრით, სწორედ გადახტომამ გამოიწვია წნევის მატება და ბორტის შერხევა 8 საათსა და 12 წუთზე. Boeing-ის სიჩქარისა და მისი მარშრუტის გათვალისწინებით, გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტებმა სამძებრო ოპერაციის ზონის არეალი 100 კვადრატულ კილომეტრამდე შეამცირეს. შემდეგ კი კომპიუტერული გამოთვლების დახმარებით 60 კვადრატულ კილომეტრამდე ჩამოვიდნენ. მათი აზრით, კუპერი ამ ტერიტორიაზე უნდა დაშვებულიყო. თუმცა მოგვიანებით, ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს ბევრი კონტრარგუმენტი გაუჩნდებათ. მაგრამ მიუხედავად ამ კონტრარგუმენტებისა, 1971 წელს, ისევე როგორც პრინციპში დღეს, გამოძიების ფედერალური ბიურო თვლის, რომ მათ სწორად გამოიანგარიშეს ის თუ სად დაეშვა კუპერი. იმ შემთხვევაში თუ კი ის არ გარდაიცვალა და მისი პარაშუტი გაიხსნა. მაგრამ აქ გასათვალისწინებელია შემდეგი ფაქტორი. გატაცება მოხდა ნოემბრის მიწურულს, კონკრეტულად კი 24 ნოემბერს და შესაბამისად ჰაერის ტემპერატურა აქ უკვე დაბალია. გარდა იმისა, რომ ჰაერის ტემპერატურა დაბალია, აქ არის გაუვალი ტყე, რაც ბუნებრივია აფერხებს ძიების პროცესს. ხელისუფლების წარმომადგენლების გარდა კუპერს ენთუზიასტებიც ეძებენ. ბევრი მათგანი არა გამტაცებლის, არამედ $200,000 პოვნით არის დაინტერესებული. თუმცა ამ მომენტისთვის უკვე საჯაროდ იყო გამოქვეყნებული იმ კუპიურების სერიული ნომრები, რომლებიც DB კუპერს გადაეცა. ფულის გამოყენება ფაქტობრივად შეუძლებელი იყო. ავიაკომპანიამ კი კუპერის პოვნის შემთხვევაში $25,000 ჯილდო დააწესა.
ახლა ალბათ ფიქრობთ, რომ $25,000 გასამრჯელოდ მაინც და მაინც დიდი თანხა არ არის, თუმცა გაითვალისწინეთ ის, რომ საუბარი მაქვს 1971 წელზე. დღევანდელობაში რომ გადმოვაკონვერტირო ეს $25,000, მივიღებთ დაახლოებით $150,000, რაც ალბათ დამეთანხმებით, რომ პატარა თანხა არაა. და ნუ ალბათ ხვდებით იმასაც, რომ ის $200,000, რომელიც გამტაცებელმა მოითხოვა, არც ეგ თანხა იყო ცოტა. ამ პერიოდში გამოძიების ფედერალური ბიურო ჩქარობს ორი მიზეზის გამო. პირველ რიგში, მთავარი მიზეზი ის არის, რომ მალე ზამთარი დადგება და შესაბამისად გამოძიების პროცესი, უпростоეთ ძიების პროცესი ოდნავ შეფერხდება, ან შეიძლება საერთოდ გაჩერდეს, ხოლო მეორე მიზეზი ის არის, რომ პრესაში საკმაოდ ბევრი სტატია იწერება გატაცების დეტალებთან დაკავშირებით და არ იყო გამორიცხული, რომ დენ კუპერს, ანუ DB კუპერს მიმბაძველები გამოშენოდა. და მოდით პატარა სპოილერს გავაკეთებ, გამოუჩნდა კიდეც. გამოძიების ფედერალური ბიურო დენ კუპერის სამძებრო საქმის პარალელურად შეისწავლის სამხილებს და ატარებს დაკითხვებს. გამოკითხულთა მთავარი დანიშნულება გამტაცებლის აღწერა და ამის შედეგად ფოტორობოტის შედგენაა. ერთ-ერთი პირველი ფოტორობოტი, რომელიც თვითმხილველთა აღწერის დახმარებით ააწყვეს, ასე გამოიყურებოდა. და ალბათ ხვდებით, რომ მაშინ, როდესაც ვამბობ ერთ-ერთი პირველი ფოტორობოტი თქო, შესაბამისად ეს ნიშნავს იმას, რომ ფოტორობოტების რაოდენობა საკმაოდ ბევრი იყო, რაც განაპირობა იმ ფაქტმა, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც თვითმფრინავში ისხდნენ, არ ჰქონდათ არანაირი ეჭვი, რომ ისინი გატაცებულები იყვნენ და ბორტზე ბომბი იყო. და შესაბამისად მათ საერთოდ არ ჰყავდა დამახსოვრებული დენ კუპერი. უფრო მეტიც, უმეტესობას დენ კუპერი შავ სათვალეებში დაამახსოვრდა და ერთ-ერთი ის ადამიანი, რომელმაც დენ კუპერის თვალები დაინახა, იყო ბორტგამცილებელი ფლორენს შაფნერი. სწორედ ფლორენსის და გარდა ამისა კეით მაკლოუს დახმარებით, უпростоეთ კი თინა მაკლოუს დახმარებით, შეადგინეს ორი ის ფოტორობოტი, რომელიც ყველაზე პოპულარული და ყველაზე გავრცელებულია. ფლორენსის აღწერის მიხედვით დენ კუპერს თაფლისფერი თვალები ჰქონდა. მისი ასაკი 40-დან 45 წლამდე მერყეობდა. გამტაცებლის სიმაღლე 180 სანტიმეტრზე ოდნავ მეტი იყო. მას ეცვა შავი ფერის კოსტუმი და შავი ფერის ფეხსაცმელი. შემდეგი მიმართულება, რომლითაც გამოძიების ფედერალური ბიურო მუშაობს, არის საქმეში არსებული სამხილები. დაждომისთანავე ისინი ათვალიერებენ თვითმფრინავის სალონს და იღებენ თითის ანაბეჭდებს სახელურების, ჭიქის, ხელის დასადებისა თუ სხვა იმ საგნების ზედაპირებიდან, რომელთანაც დიდი ალბათობით კუპერს ჰქონდა შეხება. რა თქმა უნდა, ისინი იღებენ თითის ანაბეჭდებს იმ ტელეფონიდანაც, რომლითაც დენ კუპერი პილოტს და გარდა ამისა მის თანაშემწეებს ესაუბრებოდა მაშინ, როდესაც ისინი მარტო დარჩნენ. ანუ საუბარი მაქვს ბოლო გაფრენაზე. თუმცა მიუხედავად ამისა, ამას საქმე წინ არ წაუწევია და მიზეზი საკმაოდ მარტივი არის. შეუძლებელია იმის დადგენა, თუ რომელი ანაბეჭდი არის კონკრეტულად დენ კუპერის. იმიტომ რომ შეგახსენებთ, რომ კონკრეტულად ეს თვითმფრინავი არ ასრულებდა დღის განმავლობაში პირველ ფრენას. და არ არის გამორიცხული, რომ ეს ანაბეჭდები ან მანამდე არსებულ მგზავრებს, ან იმ მგზავრებს ეკუთვნოდათ, რომლებიც დენ კუპერთან ერთად იყვნენ, ან სხვა ბორტგამცილებლებს და ასე შემდეგ. შემდეგი მნიშვნელოვანი სამხილი სიგარეტის ნამწვი იყო. ეს ის პერიოდია, როცა თვითმფრინავში სიგარეტის მოწევა შეიძლება. საფერფლეკი ხელის დასადებშივეა ჩამონტაჟებული. იმ დროის განმავლობაში, რადგან კუპერმა ბორტზე გაატარა, მან 8 ღერი სიგარეტი მოწია. რაც ალბათ დამეთანხმებით, რომ ცოტა ნამდვილად არ არის, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, ამ სიგარეტის ნამწვებზე დიდი ალბათობით მისი დნმ უნდა იყოს დატოვებული, არა? ეს წესიდარიგით კარგია. მაგრამ მაშინ, როდესაც მე ის თქვი, რომ ეს ის პერიოდია, როცა თვითმფრინავში სიგარეტის მოწევა მოსული პონტია თქო, ისიც უნდა ვახსენო, რომ ეს ის პერიოდია, როდესაც დნმ-ის ანალიზი ჯერჯერობით საერთოდ არ გამოიყენება საქმის გასახსნელად. ექსპერტები იმ სავარძელზე, რომელზეც გამტაცებელი იჯდა, თმის ღერს პოულობენ, რომელიც ყავისფერია. გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ იგი თეთრკანიან ადამიანს ეკუთვნოდა, თუმცა კონკრეტულად ვის, ამის დადგენა შეუძლებელი იყო. გვერდითა სავარძელზე ვიწრო შავი ჰალსტუხიც იდო, რომელსაც ოქროსფერი სამაგრი ჰქონდა ცენტრში. ეს იაფასიანი ჰალსტუხი იყო, რომელიც კი არ იკვრებოდა, არამედ მაგრდებოდა პერანგზე. დიდი ალბათობით ეს სწორედ ის იყო, რომელიც კუპერს ეკეთა, თუმცა დადასტურებულად ამის თქმა მაინც შეუძლებელია. ისე ერთი შეხედვით, იმ შემთხვევაში თუ კი თქვენ გაიცნობით იმ ყველაფერს, რაც დეტექტივებმა და გამომძიებლებმა მაშინ გამოიკვლიეს, თანამედროვედ რომ გადმოვაკონვერტიროთ მათ მიერ შედგენილი ოქმები და ის ყველაფერი თუ რა გამოიყენეს მათ იმისთვის, რომ ეპოვათ დენ კუპერი, შეიძლება ითქვას, რომ დიდად არც არაფერი არ გაუკეთებიათ. თუმცა გასათვალისწინებელია კიდევ ერთხელ, რასაც გავიმეორებ ის,
1971 წელია და შესაბამისად ტექნოლოგიები ჯერჯერობით არ არის იმდენად დახვეწილი, როგორი დახვეწილიც გვაქვს დღეს. ახლა რაშია საქმე? ამ ყველაფრის გარდა დენ კუპერმა კიდევ ერთი სამხილი დატოვა და ეს სამხილი რაც არ უნდა უცნაური იყოს, პარაშუტებია. შეგახსენებთ, რომ მან 2 ძირითადი და 2 სათადარიგო პარაშუტი მოითხოვა, თუმცა რა თქმა უნდა, 4-ვეს ვერ გამოიყენებდა და იმ პარაშუტების მიხედვით, რომლებიც მან ბოინგის სალონში დატოვა, საკმაოდ ბევრი რაღაცის გარკვევაა შესაძლებელი. მაგალითად იმის, თუ რამდენად იყო მომზადებული მსგავსი სიტუაციისთვის დენ კუპერი. გარდა ამისა, ჰქონდა თუ არა მას რაიმე სახის ტრენინგები გავლილი, საუბარი მაქვს იმ ტრენინგებზე, სადაც იგი პარაშუტით ხტებოდა და გარდა ამისა, რამდენად მაღალი იყო იმის შანსი, რომ იგი ამ ნახტომის შემდეგ გადარჩენილიყო. ძირითადი პარაშუტი ისაა, რომელსაც ზურგზე იკეთებენ. სათადარიგო პარაშუტი კი წინიდან მაგრდება. კუპერს აგენტებმა 2 ძირითადი და 2 სათადარიგო მიუტანეს. იმის გამო, რომ გამტაცებლის მოთხოვნა მალე უნდა შესრულებულიყო, ძირითად პარაშუტებს ერთი სპეციალისტი ფუთავდა, სათადარიგოებს კი მეორე. ძირითადი პარაშუტები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდებოდნენ. პირველი განკუთვნილი იყო სამოქალაქო ხტომებისთვის. ის ბევრად უფრო კომფორტული და ბევრად უფრო მარტივი სამართავი გახლდათ. მეორე პარაშუტი კი სამხედრო დანიშნულებით გამოიყენებოდა და არც თუ ისე მოსახერხებელი და მარტივად სამართავი იყო. აბა თუ გამოიცნობთ DB კუპერმა რომელი პარაშუტი აირჩია? რა თქმა უნდა სამხედრო. რაც ერთის მხრივ იმაზე მეტყველებს, რომ მას გარკვეული გამოცდილება ჰქონდა და მისთვის კომფორტული იყო სამხედრო პარაშუტით გადმოხტომა. და შესაბამისად, ეს მეტად თუ ნაკლებად მეტყველებდა იმაზე, რომ მას გარკვეული სამხედრო გადამზადება ოდესღაც მაინც ჰქონდა გავლილი. ამაზე ცოტა მოგვიანებით უფრო დეტალურად ვისაუბრებ, მაგრამ აქ მნიშვნელოვანი კიდევ ერთი დეტალი არის. მაშინ, როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, თუ რამდენად იყო DB კუპერი მსგავსი სიტუაციისთვის მზად, უნდა აღინიშნოს ის, რომ მაშინ, როდესაც დაკითხეს ის ადამიანი, რომელმაც DB კუპერს მიჰყიდა ბილეთები, ამ ადამიანმა თქვა, რომ DB კუპერმა, რეალურად დენ კუპერმა, საკმაოდ დიდი დაინტერესება გამოიჩინა იმასთან დაკავშირებით, თუ კონკრეტულად რა მოდელის ბოინგით მიფრინავდნენ. საქმე ისაა, რომ Boeing 727 მისი კონსტრუქციის გამო, რომელშიც გათვალისწინებულია უკანა მხრიდან კარის გაღება, არა მხოლოდ სამოქალაქო ფრენებში, არამედ ცენტრალური სადაზვერვო ბიუროს მიერ დაორგანიზებულ ოპერაციებშიც გამოიყენებოდა, რომლის დროსაც აგენტები უკანა კარს აღებდნენ, ან რაიმეს აგდებდნენ, ან თავად ხტებოდნენ. ეს იმაზე მეტყველებდა, რომ კუპერი ან სპეცსამსახურების ყოფილი აგენტი, ან ყოფილი სამხედრო იყო. ძალიან კარგი სამხილია, არა? ეს სამხილი მეტყველებს იმაზე, თუ ვინ იყო ან რა გამოცდილება ჰქონდა DB კუპერს. როგორც მინიმუმ იგი სამხედრო უნდა ყოფილიყო, მაგრამ ერთი მაგრამ არსებობს. და ეს მაგრამ რეალურად იმხელა მაგრამ არის, მეტი რო არ შეიძლება. მოკლედ, გახსოვთ, როცა გითხარით, რომ ერთი ადამიანი ფუთავდა სათადარიგო პარაშუტებს, ხოლო მეორე ძირითადებს თქო. ის ადამიანი, რომელიც სათადარიგოებს ფუთავდა, მან ვერ მოასწრო ერთ-ერთი შეფუთვა და მოკლედ, რეალური პარაშუტის მაგივრად, პარაშუტის მაკეტი გაატანა ბორტ გამცილებელს. და აბა თუ გამოიცნობთ DB კუპერმა, რომელი დაიმაგრა წინა მხარეს, ანუ სათადარიგო, რა თქმა უნდა პარაშუტის მაკეტი. რეალურ სათადარიგო პარაშუტს კი, როგორც გახსოვთ, მან თოკები მოაჭრა იმისთვის, რომ სხეულზე დაემაგრებინა ფულით სავსე ჩანთა. დიდი ალბათობით ის ადამიანი, რომელიც ან ყოფილი მფრინავი, ან ყოფილი ცენტრალური სადაზვერვო ბიუროს აგენტი იყო, რომელიც სხვადასხვა სპეცოპერაციაში იღებდა მონაწილეობას, ან არა და კარგი ჯანდაბას სამხედრო იყო, შეამჩნევდა იმას, რომ სათადარიგო პარაშუტი იყო არა რეალური, არამედ მაკეტი, მულაჟი და შესაბამისად მას არ დაიმაგრებდა. და ეს მეტად თუ ნაკლებად გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ იგი როგორც მინიმუმ ყოფილი სამხედრო პირი იყო. კიდევ ერთი დეტალი, რომელიც ამ ვერსიას ეჭვქვეშ აყენებს, ის გახლავთ, რომ კუპერმა არ იცოდა ის თუ როგორ იღებოდა უკანა კარი. როგორც გახსოვთ, მან ბორტგამცილებელს თხოვა, რომ აეხსნა ეს ყველაფერი. ამის ფონზე ჩნდება საკმაოდ ლოგიკური შეკითხვა. შეეძლო თუ არა დენ კუპერს გადარჩენა იმის გათვალისწინებით, რომ მას ხელს უშლიდა უამრავი ფაქტორი. ბორტს გარეთ ტემპერატურა -7 გრადუსი. ის ფაქტი, რომ მან სამხედრო პარაშუტი დაიმაგრა, რომელიც საკმაოდ რთულად სამართავი იყო. ის ფაქტი, რომ მას წინა მხარეს უმაგრია სათადარიგო პარაშუტი, რომელიც არ გაიხსნება თუ კი გამოქაჩავს. გარდა ამისა, ის ფაქტიც, რომ არის ღამის 8 საათი და 12 წუთი და შესაბამისად ძალიან ბნელა. ექსპერტმა, რომელიც გამოძიებასთან თანამშრომლობდა, გამოთქვა ვარაუდი, რომ იგი დიდი ალბათობით გადარჩებოდა, თუ კი ძირითადი პარაშუტი უპრობლემოდ გაიხსნებოდა. მეტიც, კუპერს მაინც და მაინც დიდი გამოცდილება ამისთვის არ დასჭირდებოდა. თუმცა იმის შანსი, რომ მიწაზე დაშვებისას რაიმე სახის ტრავმას მიიღებდა, საკმაოდ მაღალი იყო, რადგან სიბნელეში
იმის გაანალიზება თუ სად ეშვები საკმაოდ რთულია. ამ ჩვენების შემდეგ გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტები აკითხავენ საავადმყოფოებს იმის დასადგენად, ვინმე ხომ არ არის მისული საშუალოდ 40-დან 45 წლამდე ძირითადად ფეხების ტრავმებით. გარდა ამისა, ისინი ამოწმებენ იმ სამხედრო პირებს, რომლებიც იღებდნენ სხვადასხვა ტიპის სპეცოპერაციებში, სადაც ბოინგი 727 გამოიყენებოდა. ვერც პირველ და ვერც მეორე შემთხვევაში ვერ მიაგნეს ისეთ ადამიანს, რომელიც ფიზიკურად D.B. კუპერს გავდა, ან არადა ჰქონდა მიღებული ის ტრავმა, რომელიც ექსპერტის თქმით, თეორიაში შეიძლებოდა რომ დენ კუპერს მიიღო. გამოძიების ფედერალური ბიუროს ყურადღება ქვეყნის დასავლეთ ნაწილზეა კონცენტრირებული. იმის გათვალისწინებით, რომ ილუმინატორიდან კუპერმა ქალაქი ტაკომა იცნო, ფედერალები ვარაუდობენ, რომ მან კარგად იცის აქაურობა. ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილობრივ მოსახლეობას აჩვენებენ იმ ფოტორობოტს, რომელიც ბორტგამცილებლების აღწერის დახმარებით შეადგინეს. მათ დაკითხეს ასობით ეჭვმიტანილი. რამდენიმე დღეში კი ფედერალური ბიურო გაზეთებში გაგზავნის ფოტორობოტებს ინფორმაციის გასავრცელებლად. პოტენციური ეჭვმიტანილთა სია საკმაოდ დიდი ტემპით იზრდება, იქინა გამომდინარე, რომ გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტები ამოწმებენ პოლიციელებსაც, მოყვარულ პარაშუტისტებსაც, ყოფილ სამხედროებსაც, აქტიურად მოღვაწე სამხედროებსაც, მოკლედ ერთი სიტყვით ყველა იმ ადამიანს, რომელსაც დაახლოებითი გამოცდილება მაინც აქვს პარაშუტით ხტომასთან დაკავშირებით, ან არადა პლუს-მინუს მაინც იცის ის თუ როგორ არის აგებული თვითმფრინავი. გარდა ამისა, ისინი ამოწმებენ გვარი კუპერის მატარებელ ადამიანებს, თუმცა რა თქმა უნდა აქვთ კარგად გაანალიზებული ის, რომ დენ კუპერმა საკუთარი რეალური სახელი და გვარი არ გამოიყენა მაშინ, როდესაც ბილეთს ყიდულობდა. სამძებრო ოპერაციის დაწყებიდან რამდენიმე კვირაში სამართალდამცავებს არანაირი ინფორმაცია არ აქვთ. მათ ვერც კუპერს მიაგნეს, ვერც პარაშუტებს და ვერც იმ $20 კუპიურების კვალს, რომელთა სერიული ნომრებით შეგახსენებთ ამოწერილი ჰქონდათ. თუმცა ამ დროის განმავლობაში ისინი მიიღებენ რამდენიმე წერილს, მათ შორის ხელით დაწერილსაც, დაბეჭდილსაც, ისეთსაც როგორც თავის დროზე ზოდიაქო აგზავნიდა. ძირითადად მათი შინაარსი ის გახლდათ, რომ გამომგზავნი თავად D.B. კუპერია, ის გადარჩა და ახლად კვდება ცხოვრებით. გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტები დღემდე დარწმუნებულები არიან იმაში, რომ ეს წერილები რეალურ D.B. კუპერს არ გამოუგზავნია და თითოეული მათგანი ყალბია. წერილები საკმაოდ მნიშვნელოვანი არა იმიტომ არის, რომ მათ რაიმე სახის კავშირი აქვთ უშუალოდ D.B. კუპერთან, არამედ იმიტომ, რომ ზოგიერთ წერილში საკმაოდ დიდი ინფორმაცია ინახება. და ერთ-ერთი ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ინფორმაცია არის D.B. კუპერის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება. მაგალითად, ერთ-ერთ წერილში ეწერა ესეთი რაღაც: მე ვარ D.B. კუპერი, მე გადავრჩი, ახლა ვტკბები ცხოვრებით და არ მინდა რომ იფიქროთ, რომ მე თანამედროვე რობინ ჰუდი ვარო. ერთი შეხედვით, ვინ რატო უნდა იფიქროს, ხო, რომ თვითმფრინავის გამტაცებელი რობინ ჰუდია, იმიტომ რომ მას არც ფული დაურიგებია ხალხისთვის და არც რაიმე მსგავსი. მაგრამ მიუხედავად ამისა, საზოგადოებაში D.B. კუპერის მიმართ რაღაც გარკვეული კულტი გაჩნდა. იმიტომ რომ ეს აღმოჩნდა ადამიანი, რომელმაც შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლება დააგოიმა, გადმოხდა თვითმფრინავიდან, რაღაც ისეთი გააკეთა, რასაც ძალიან ბევრი ადამიანი დიდი ალბათობით ვერ და გარდა ამისა არ გააკეთებს და თან პლუს ამასთან ერთად ეს ყველაფერი იმდენად მაგრად გააკეთა, რომ ამის შემდეგ მას ვერავინ ვერ მიაგნო და არავინ იცის ის თუ სად გაქრა ეს ადამიანი. ამერიკის დასავლეთ ნაწილში კუპერი პოპულარული ხდება. მის ისტორიაზე სიმღერები იწერება. ზოგიერთი კლუბი კი თემატურ წვეულებასაც კი აწყობს. ეს გასაკვირი არაა. მან გარისკა, გაიტაცა თვითმფრინავი, ისე რომ არავინ დაზარალებულა მიიღო $200,000, გადმოხდა თვითმფრინავიდან და ისე გაქრა, რომ მის კვალს ვერავინ მიაგნო. ყველაფერი იმდენად აბსურდული გახდება, რომ დამნაშავეს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებიც კი გულშემატკივრობენ და ისინი იმედს იტოვებენ, რომ მას ვერასდროს დაიჭერენ. D.B. კუპერი ლეგენდად გადაიქცა. კუპერის გმირად შერაცხვის ამბავს, რა თქმა უნდა, ისე უბრალოდ არ ვახსენებ. ეს ყველაფერი ჩვენ დაგვეხმარება იმაში, რომ კონტექსტი ბევრად უფრო უკეთ გავიგოთ. აი კონტექსტის უკეთ გაგება კი დაგვეხმარება იმაში, რომ გავიგოთ თუ რა მიზანი ამოძრავებდა D.B. კუპერს. რას გულისხმობდა ის მაშინ, როდესაც ამბობდა, რომ ავიაკომპანიის მიმართ არანაირი ნეგატივი არ ამოძრავებს და მაშინ, როდესაც ისაუბრობდა იმაზე, რომ იგი უბრალოდ ნეგატივით არის, ასე ვთქვათ, დამოხტული. როგორ შეძლო და როგორ მოახერხა ამ ადამიანმა თვითმფრინავის ბორტზე ბომბის ატანა და როგორ შეძლო მან არარეალური სახელისა და გვარის დახმარებით თვითმფრინავის ბილეთი შეძენა.
მოკლედ, კითხვები საკმაოდ დიდი რაოდენობის გვაქვს, ასე რომ მოდით მივყვეთ თითოეულ მათგანს თანმიმდევრულად. 1960-იანი წლების ბოლოს, ისევე როგორც 70-იანების დასაწყისში სამოქალაქო ავიაცია ისეთი არ იყო, როგორიც დღესაა. ავიაკომპანიები ყველაფერს აკეთებენ საიმისოდ, რომ დაგვავიწყონ ის ფაქტი, რომ მეტალის მძიმე კონსტრუქცია ბევრისთვის გაუგებარი ფიზიკის კანონების მიხედვით აერში ადის და A პუნქტიდან B პუნქტში გადახავს მგზავრები. მოკლედ 60-იან წლებში კომერციული ფრენების მიმართულება ჯერ კიდევ ვითარდებოდა. მგზავრებს დელიკატესებით მასპინძლობდნენ. აძლევდნენ იმის უფლებას, რომ სიგარეტი მოეწიათ. ბორტგამცილებლის ფორმები კი საკმაოდ მიმზიდველად და იმ პერიოდის სტანდარტების მიხედვით ვულგარულადაც გამოიყურებოდა. ეს ყველაფერი იმისთვის კეთდებოდა, რომ მგზავრი მაქსიმალურად კომფორტულ გარემოში ყოფილიყო და არ ეფიქრა იმაზე, რომ ფრენა საშიშია. მაგრამ ამ კომფორტის ფონზე ავიაკომპანიებს არ ჰქონდათ ძალიან მარტივი და ელემენტარული უსაფრთხოების სისტემაც კი. ისინი მორგებულები იყვნენ მგზავრებზე და მათ ბარგს არც კი ამოწმებდნენ. ხშირ შემთხვევაში, მაშინ როდესაც მგზავრები აეროპორტში შედიოდნენ, მათ არ უწევდათ მეტალო დეტექტორში გავლა. და გარდა ამისა, მათ არ უწევდათ პასპორტის ან პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენა მაშინ, როდესაც ქვეყნის შიდა ფრენებს ახორციელებდნენ. არავის არ სურდა ის, რომ დაეშინებინა მგზავრები. უფრო მეტიც, ისინი პირიქით მაქსიმალურად ცდილობდნენ, რომ ნებისმიერი მგზავრისთვის შეექმნათ კომფორტული გარემო. არადა ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო 4 წელიწადში საუბარი მაქვს 1968-დან 1972 წლების ჩათვლით, თვითმფრინავის გატაცების 130 შემთხვევა იყო დაფიქსირებული. გამტაცებელთა უმეტესობა კუბაში წასვლას ითხოვდა. 130 შემთხვევიდან უმეტეს შემთხვევაში გამტაცებლები იყვნენ ან ფიდელ კასტროს მხარდამჭერები, ან ის ადამიანები, რომლებიც სამშობლოში, კუბაში დაბრუნებაზე ოცნებობდნენ. მაგრამ დროსთან ერთად დამნაშავეებმა გააცნობიერეს, რომ გატაცებული თვითმფრინავით არა მხოლოდ კუბაში, არამედ ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლებოდა ჩაფრენა. ისინი იმასაც მიხვდნენ, რომ პარალელურად დიდი თანხის მოთხოვნა შეეძლოთ. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ავიაკომპანიის წარმომადგენლებს, ისევე როგორც ხელისუფლებას, არ სურდა, რომ გაემკაცრებინათ კონტროლი მგზავრებზე. მიზეზი ძალიან მარტივი იყო. როგორც უკვე მანამდე გითხარით, მათ სურდათ მათთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნა და გარდა ამისა, კომერციული ფრენები მათთვის იყო საკმაოდ დიდი შემოსავლის წყარო. მაგრამ მას შემდეგ, რაც DB Cooper-მა გაიტაცა Boeing 727, ისინი იძულებულები გახდნენ, რომ რაღაც გარკვეულ დათმობებზე წასულიყვნენ და გაემკაცრებინათ მგზავრთა კონტროლი. უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას მოყვა ის, რომ ზოგჯერ აეროპორტის თანამშრომლები იტოვებდნენ უფლებას, რომ საეჭვო მგზავრთა ბარგები შეემოწმებინათ. ზოგიერთ რეისზე კი, თუმცა ყველაზე არა, შესაძლოა ყოფილიყო ავიამარშალი, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი, რომელიც ჩვეულებრივი მგზავრივით იყო, მაგრამ თან ჰქონდა იარაღიც და ბორკილებიც. აი, დენ კუპერის ბარგი კი არავის შეუმოწმებია. მის რეისზე ავიამარშალიც არ ყოფილა. ასე რომ ის თუ როგორ შეძლო მან ბორტზე ბომბის ატანა, ახლა უკვე გასაგები უნდა იყოს. ბარგის საყოველთაო შემოწმებას, ისევე როგორც მეტალურ დეტექტორს, სულ რაღაც 2 წელიწადში შემოიტანენ. არ არის დადასტურებული ის ფაქტი, რომ ეს უშუალო DB Cooper-ის მიერ Boeing 727-ის გატაცების ისტორიას მოყვა, მაგრამ ერთი რამ მაინც სავარაუდოა. დიდი ალბათობით, DB Cooper-ის ისტორიამ ეს პროცესი დააჩქარა. ამ ვიდეოში შეუძლებელია, რომ არ ვახსენო ისტორიული კონტექსტიც. როგორც უკვე გითხარით, ეს დაგვეხმარება იმის გარკვევაში, თუ ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო DB Cooper-ი. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ამ პერიოდისთვის იბრძვის ვიეტნამში, ქვეყანას ეკონომიკური კრიზისი აქვს და ეკონომიკურმა კრიზისმა გამოიწვია ის, რომ არაერთი ადამიანი დაითხოვეს სამსახურიდან. და ყველაზე მეტი ადამიანი, აბა თუ გამოიცნობთ, რომელმა კომპანიამ გაუშვა სამსახურიდან? ეს არის კომპანია Boeing-ი. ბევრი ის ადამიანი, რომელიც Boeing-მა სამსახურიდან დაითხოვა, სწორედ სიეტლის ავიათმშენებელ ქარხანაში მუშაობდა, ანუ იმ ქალაქში, რომელშიც კუპერი მიემგზავრებოდა. არ არის გამორიცხული, რომ კუპერი ამ ქარხნის მიერ განთავისუფლებული თანამშრომელი იყო და სწორედ ამან განაპირობა ის, რაც მან მოიმოქმედა. რაღაც მხრივ ეს ალბათ ლოგიკურად ჟღერს კიდეც და ბუნებრივია გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტებმა აბსოლუტურად ყველა ის ადამიანი შეამოწმეს, რომელიც კომპანია Boeing-მა უკანასკნელ წლებში სამსახურიდან გაანთავისუფლა. თუმცა არც ერთ შემთხვევაში ვიზუალური დამტვერვა DB Cooper-სა და ამ განთავისუფლებულ ადამიანებს შორის არ ფიქსირდებოდა. მაგრამ აქ უნდა გავითვალისწინოთ ერთი ესეთი დეტალი. თუკი DB Cooper-ი Boeing-ის თანამშრომელი იყო და მუშაობდა ავიათმშენებელ ქარხანაში,
მაშინ მას წესი და რიგით უნდა სცოდნოდა ის თუ როგორ იღება Boeing 727-ის კარი შიგნიდან. ისე მე თუ მკითხავთ თუ კი DB Cooper-ი მართლაც Boeing-ის თანამშრომელი იყო და ის არ იცოდა თუ როგორ იღებოდა თვითმფრინავის შიგნიდან, რავი, ჩემი აზრით სამსახურიდან მართლა გასაშვები იყო. აი, ხუმრობას დავიდავანებოთ და მოდი ახლა მივხედოთ რიგით ნომერ 1 მნიშვნელოვან ეჭმიტანილს. მნიშვნელოვანს იმიტომ ვამბობ, რომ ეჭმიტანილთა რაოდენობა 1000-მდე იყო. 1972 წლის აპრილი. მას შემდეგ რაც კუპერმა Boeing-ი გაიტაცა, 9 წელიწადზე ნაკლები დროა გასული. რეისზე, რომელიც ლოს-ანჯელესში მიფრინავს, ადის მგზავრის სახელად ჯეიმს ჯონსონი, რომელსაც კუპერის მსგავსად სათვალეები უკეთია. ხელში კი საქმიანი ჩემოდანი უჭირავს. ჯეიმსი, რომელსაც ხელში ყუმბარა და იარაღი აქვს, ირწმუნება, რომ ჩემოდანში ბომბი დევს. მის მოთხოვნებშიც 4 პარაშუტია, 2 ძირითადი და 2 სათადარიგო. თუმცა უკვე განხილული შემთხვევისგან განსხვავებით, ის $500,000 ითხოვს. თვითმფრინავის მოდელი ასევე Boeing 727-ია. ჯონსონი უკანა კარიდან ხტება. წარმატებით ეშვება მიწაზე, კეცავს პარაშუტს და მალავს ფულს. ის გეგმავს, რომ რამდენიმე დღეში დაბრუნდეს თანხის ასაღებად. 2 დღის შემდეგ ჯონსონს, რომელსაც სინამდვილეში რიჩარდ მაკკოი ჰქვია, გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტები აიყვანენ. მის სახლში გამომძიებლები პოულობენ $500,000-საც და გამოყენებულ პარაშუტსაც. მაკკოი იუტას შტატში, სახლთან საკმაოდ ახლოს ჩახტა. არ ვიცი როგორ გათვალა, მაგრამ ეს ყველაფერი მარტივად მოახერხა. და აქ მნიშვნელოვანი არის ის, რომ იუტას შტატის კანონმდებლობის მიხედვით, მე შეგახსენებთ იმას, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში სხვადასხვა შტატში ერთსა და იმავე დანაშაულზე სხვადასხვა სასჯელი არის დაწესებული, გათვალისწინებული არის თვითმფრინავის გატაცების შემთხვევაში სიკვდილით დასჯა. გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტები დარწმუნებულები არიან, რომ მაკკოი არის DB Cooper-ი, თუმცა ის რა თქმა უნდა DB Cooper-ობაზე უარს აცხადებს. ასე თუ ისე მაკკოიზე ის შეიძლება ითქვას, რომ გაუმართლა. სიკვდილით დასჯის ნაცვლად მას 45 წლიან პატიმრობას მიუსჯიან. გამომძიებლები მასსა და DB Cooper-ს შორის კავშირს ვერ დაადგენენ. იგი რამდენჯერმე გაიქცევა პენიტენციალური დაწესებულებიდან. ერთ-ერთი გაქცევის დროს კი მას პოლიციელები მოკლავენ. რიჩარდ მაკკოი დღემდე ერთ-ერთ იმ ადამიანად ითვლება, რომელიც თეორიაში შესაძლოა, რომ DB Cooper-ი ყოფილიყო. ამაში დარწმუნებული იყო ერთ-ერთი ფედერალური ბიუროს აგენტი, რომელიც 2000-იანების დასაწყისში აგრძელებდა კუპერის საქმის გამოძიებას და აი ის არგუმენტები, რომლებზეც ის საუბრობდა. რა თქმა უნდა, მთავარი არგუმენტი დამთხოვებია. დამთხოვაში კი ვგულისხმობ იმას, რომ მაკკოიმაც ისევე როგორც DB Cooper-მა Boeing-ი 727-ის ტიპის თვითმფრინავი გაიტაცა, მასაც ჩემოდანში ჰქონდა ბომბი, თუმცა განსხვავებით კუპერისგან მას ხელში ეჭირა ხელყუმბარაც და გარდა ამისა იარაღიც. ისიც ისევე როგორც DB Cooper-ი, სწორედ ბორტგამცილებლის დახმარებით ახერხებდა კომუნიკაციას პილოტებთან და შესაბამისად სადისპეჩეროსთან. მანაც ისევე როგორც DB Cooper-მა შეიძინა ბილეთები ყალბის სახელით და მას ეკეთა პარიკი. DB Cooper-ის შემთხვევაში ჩვენ არ ვიცით მას პარიკი ეკეთა თუ არა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ეს დამთხოვები როგორც მინიმუმ იმაზე მეტყველებს, რომ მან ან DB Cooper-ის საქმე კარგად შეისწავლა, ან ის მართლაც DB Cooper-ი იყო. უფრო მეტიც, რიჩარდ მაკკოი ვიეტნამში იბრძოდა და სამხედრო სამსახურის დროს ის არაერთხელ გადმომხტარა თვითმფრინავიდან, რომელსაც კონსტრუქციაში უკანა კარი ჰქონდა გათვალისწინებული. სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ მას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა, რაც გარკვეულწილად ილინკება ანუ უკავშირდება DB Cooper-ის მიერ გაჟღერებულ ფრაზას, სადაც ის ამბობდა, რომ ნეგატივი ამოძრავებდა. კიდევ ერთი საკმაოდ საინტერესო ფაქტი ის გახლავთ, რომ გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტმა დაადგინა, რომ 1971 წლის 25 ნოემბერს ამ ადამიანს ჰქონდა ბენზინ-გასამართ სადგურზე ბარათი გატარებული, დაახლოებით იმ ადგილას, სადაც თეორიაში DB Cooper-ი დაეშვა. რა თქმა უნდა, მაკკოი უარყოფდა იქ ყოფნას, თუმცა საბანკო ბარათი ინახავდა იმ მონაცემს, რომ გატაცებიდან მეორე დღეს, ანუ 25 ნოემბერს, ის სწორედ ამ ტერიტორიაზე იმყოფებოდა. მაგრამ ჩვენ რომ მხოლოდ ამ არგუმენტებით გვემსჯელა, ალბათ მივიდოდით იმ დასკვნამდე, რომ რიჩარდ მაკკოი მართლაც DB Cooper-ია. თუმცა ყველაფერი ასე მარტივად ნამდვილად არაა. პირველ რიგში გასათვალისწინებელია მისი გარეგნობა და ფიზიკური მონაცემები. 1971 წელს ის სულ რაღაც 29 წლის იყო. ამას გარდა მაკკოის ცისფერი თვალები ჰქონდა. კუპერს კი შეგახსენებთ თაფლისფერი. ისიც უნდა ითქვას, რომ მაკკოი მორმონი იყო და მისი რელიგია კრძალავდა სიგარეტის მოწევას. მე კი უნდა შეგახსენოთ ის, რომ DB Cooper-მა 8 ღერი სიგარეტი მოწია. ეს არ ვიცი რამდენად მყარი არგუმენტია, იმიტომ რომ დიდი ალბათობით მორმონობა
თვითმფრინავების გატაცებასაც და იარაღით მუხარასაც კრძალავს, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის ეს მაინც უნდა ითქვას. და კიდევ ერთი, ამაზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანი დეტალი. როგორც უკვე გითხარით, მაკ-კოის ჰქონდა სამხედრო გამოცდილება. ის არაერთხელ გადამხტარა პარაშუტით და იმის შანსი, რომ მან აირჩია სათადარიგო პარაშუტის მულაჟი, ანუ მაკეტი, ანუ ყალბი სათადარიგო პარაშუტი, საკმაოდ დაბალია. ერთი სიტყვით 100%-ით მაკ-კოის კანდიდატურის არც დადასტურება და არც უარყოფაა შესაძლებელი. თუმცა ერთი რამ, რისი თქმაც ამ ისტორიიდან გამომდინარე შეგვიძლია, ის გახლავთ, რომ Boeing 727-დან სიბნელეში გადმოხტომა და უსაფრთხო დაშვება თეორიაში უპრობლემოდ არის შესაძლებელი. იდეაში დღემდე არ არის დადასტურებული ის ფაქტი, რომ კუპერი ამ ნახტომს გადაურჩა. თუმცა უნდა ითქვას ის, რომ გამოძიებამ ექსპერიმენტი ჩაატარა, რომლის მიხედვითაც 10,000 ფუტის სიმაღლიდან ზუსტად იგივე მოდელის Boeing-იდან მათ გადმოაგდეს დაახლოებით 100 კილოგრამიანი ტვირთი, რასაც მოყვა ზუსტად ისეთივე წნევის ვარნა და რხევები, რაც კუპერის სავარაუდო გადმოხტომას. საკმაოდ ბევრი ექსპერტი ფიქრობს იმას, რომ კუპერი გადმოხტა, მაგრამ მან ვერ შეძლო უსაფრთხოდ დაშვება და ამასაც რა თქმა უნდა აქვს შესაბამისი მიზეზები და არგუმენტები. Boeing-ი დაახლოებით 300 კმ/სთ სიჩქარით მიფრინავდა. მიწასთან ვიზუალური კონტაქტი ბორტს არ ჰქონია, რადგან ღრუბლები დაახლოებით 1 კილომეტრის სიმაღლეზე იყო და ისინი ფარავდნენ მიწას. იმის გათვალისწინებით, რომ ბორტს გარეთ ჰაერის ტემპერატურა -7 გრადუსი იყო და ბნელოდა, არ არის გამორიცხული, რომ ამხელა სიჩქარიდან გადმოხტომის შემდეგ კუპერი ჰაერის ნაკადს დაეტრიალებინა და მისი წონასწორობა დაერღვია. იმის შანსი, რომ მან პარაშუტის გახსნა მოასწრო მაღალია, თუმცა შეგახსენებთ, რომ სამხედრო აღჭურვილობის მართვა მოუხერხებელი იყო და ამის ხარჯზე მან შესაძლოა ვერ განსაზღვრა დაშვების ადგილი. მაგრამ იმ ვერსიას, რომლის მიხედვითაც DB კუპერი გარდაიცვალა, ერთი საკმაოდ სერიოზული ნაკლი აქვს. სამძებრო ჯგუფმა, ისევე როგორც მომავალში უკვე ენთუზიასტებმა, ვერ იპოვეს ვერც გარდაცვლილი სხეული, ვერც პარაშუტი, ვერც ფული და ვერანაირი კვალი. 1972 წელს გაზაფხულის დადგომასთან და ამინდის გაუმჯობესებასთან ერთად DB კუპერის სამძებრო ოპერაცია განახლდა. მასში ისევ სამხედროები, სამოქალაქო პირები და ფედერალური ბიუროს აგენტები არიან ჩართულები. სამძებრო საქმეში ამ პერიოდის უახლესი ტექნოლოგიებიც გამოიყენეს. საუბარი მაქვს სადაზვერვო თვითმფრინავზე, რომელიც სითბური სენსორებით, ინფრაწითელი კამერითა და სხვა ხელსაწყოებით იყო აღჭურვილი. თეორიულად ის იმდენად დახვეწილი იყო, რომ რამდენიმე კილომეტრის სიმაღლიდანაც კი შეეძლო ავტომობილის ნომრების დაფიქსირება. თუმცა სამი გაფრენიდან სამივე წარუმატებელი აღმოჩნდა, რადგან ყოველ ჯერზე ღრუბლებმა ხელი შეუშალეს ძიების პროცესს. ამ ყველაფრის ფონზე გამოძიების ფედერალურმა ბიურომ შეამცირა ის ბიუჯეტი, რომელიც გამოყოფილი იყო DB კუპერის სამძებრო პროცესისთვის, მაგრამ 1972 წელს მათ შეადგინეს ფერადი ფოტორობოტი, უпроსტოდ კი გააფერადეს უკვე არსებული ფოტორობოტები და ეს ფოტორობოტები გაგზავნეს სხვადასხვა გაზეთში. მე რატომღაც დარწმუნებული ვარ, რომ ის ადამიანები, რომლებიც ჩემი არხის ვიდეოებს ხშირად უყურებენ, უკვე მიხვდებიან იმას, თუ რა მოყვა აი ამ ფერადი ფოტოების გაზეთში დაბეჭდვას. რა თქმა უნდა, DB კუპერის საქმე ხელახლა აქტუალური გახდა და შესაბამისად გამოჩნდნენ ის ადამიანები, რომლებიც იბრალებდნენ იმას, რომ DB კუპერები არიან, გამოჩნდნენ ის ადამიანებიც, რომლებმაც იციან ის თუ სად იმყოფება DB კუპერი და გარდა ამისა ის ადამიანებიც, რომლებიც იცნობენ DB კუპერს. მოკლედ გამოძიების ფედერალურმა ბიურომ იდეაში გაირთულა საქმე და აბსოლუტურად ყველა ის დაკითხვის ოქმი, რომელიც 40 წლის შემდეგ გასაჯაროვდა, მეტყველებს იმაზე, რომ ის ჩვენებები, რომლებიც ამ ხალხმა გამოძიების ფედერალურ ბიუროს აგენტებს მისცეს, აბსურდულია. მომხდარიდან 5 წლის გასვლის შემდეგ კონსტიტუციის მიხედვით გამოძიების ფედერალური ბიურო ვალდებულია, რომ ან საქმე დახუროს, ან არადა სასამართლოზე დასწრების გარეშე გამოიტანოს განაჩენი. ფედერალურმა ბიურომ განაჩენის გამოტანა და ძიების გაგრძელება არჩია. თუმცა გამოძიების პროცესი ძირითადად დოკუმენტების სახით გრძელდება. 70-იანების შუა პერიოდში DB კუპერის სავარაუდო დაშვების ტერიტორიას აღარავინ იკვლევს. ბორტგამცილებელი თინა მაკლოუ მონაზვნად აღიკვეცა. აი ფლორენს შაფნერი კი სხვა შტატში გადავიდა საცხოვრებლად და თან ისე, რომ შეიცვალა სახელი და გვარი. მიზეზი საკმაოდ მარტივია. მას ჰქონდა შიში იმისა, რომ DB კუპერი ერთჩვენიერ დღეს მას მიაკითხავდა და პასუხს მოსთხოვდა იმის გამო, რომ ის იყო ერთ-ერთი ის ადამიანი, რომელმაც მისი ფოტორობოტი შეადგინა.
1980-იან წლებში 8 წლის ბრაიან ინგრამმა, რომელიც სანაპიროზე თამაშობდა, მოულოდნელად რეზინით გადახვეული ფული აღმოაჩინა. მალევე გაირკვა, რომ კუპიურების სერიული ნომრები ემთხვეოდა იმათ, რომლებიც ფედერალური ბიუროს აგენტებმა კუპერს მისცეს. რა ვაბა, როგორ მოგწონთ მოვლენების განვითარება? წარმოიდგინეთ, რომ 1971 წელს ვიღაც ტიპმა, D.B. კუპერმა გაიტაცა თვითმფრინავი, წაიღო $200,000 სახელმწიფოს აახია, ამის შემდეგ გადახდა თვითმფრინავიდან, რის შემდეგაც ის არავის უნახავს და 80-იანი წლების დასაწყისში 8 წლის ბრაიანი ერთ-ერთ სანაპიროზე პოულობს $5,800, რომელიც ზუსტად იმ ფულით არის შეკრული რეზინით, რა თქმა უნდა, რომელი ფულიც გამოძიების ფედერალურმა ბიურომ D.B. კუპერს გაატანა. საინტერესოა, არა? რა თქმა უნდა, $20-იანები დაზიანებული იყო, თუმცა ამ დაზიანებების მიუხედავად მათი სერიული ნომრების ამოკითხვა შესაძლებელი იყო. ადგილი კი, სადაც ბრაიანმა ფული იპოვა, რამდენიმე ათეული კილომეტრით იყო მოშორებული იმ სივრცისგან, სადაც თეორიაში კუპერი გადახდა. ერთი შეხედვით, ეს ათეულობით კილომეტრის სხვაობა საკმაოდ მარტივად უნდა აიხსნას. პირველ რიგში იქიდან გამომდინარე, რომ ქარმა არ არის გამორიცხული, რომ D.B. კუპერის პარაშუტს მიმართულება შეუცვალა. თუმცა ეს სულაც არ ამართლებს იმ ფაქტს, რომ გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტებმა საკმაოდ დიდი შეცდომა დაუშვეს მაშინ, როდესაც ისინი ანგარიშობდნენ იმას, თუ სად შეიძლებოდა დაშვებულიყო D.B. კუპერი თეორიაში. ფედერალური ბიუროს აგენტებს ერთწუთიანი ცდომილებით ჰქონდათ დაანგარიშებული სავარაუდო ჩამოხტომის ადგილი. ეს ერთწუთიანი სხვაობა კი იმის გათვალისწინებით, რომ თვითმფრინავი დაახლოებით 300 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა 5 კილომეტრიან სხვაობას იძლეოდა. 5 კილომეტრის მოშორებით ჩამოხტომა კი საძიებო არეალის ზონას საკმაოდ სერიოზულად ცვლიდა. გაჩნდა თეორია, რომ კუპერი მდინარეში დაეშვა და ის დაიხრჩო, რის შემდეგაც მისი სხეულიც, პარაშუტიც და ფულიც ნაკადმა ოკეანისკენ დაძრა. $20-იანების რამდენიმე შეკვრა კი იმ სანაპიროზე აღმოჩნდა, სადაც რამდენიმე წლის შემდეგ მათ ბრაიანი აღმოაჩენს. ერთი შეხედვით ეს საკმაოდ ლოგიკურად ჟღერს, თუმცა აქ გასათვალისწინებელია ის, რომ 2009 წელს საკმაოდ საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარეს. ექსპერიმენტის ფარგლებში 3 ცალკე აღებული რეზინით გადახვეული ფული მდინარეში ჩაუშვეს. 3 თვეში ფულმა სულ რაღაც 100 მეტრი გაცურა და ნაპირთან გაირიღა. ეს ექსპერიმენტი რამდენჯერმე გაიმეორეს და ყოველ ჯერზე შედეგი თითქმის იგივე იყო, რაც იმაზე მეტყველებდა, რომ ფული ათეულობით კილომეტრის მოშორებით დინება სულაც არ წაუღია. როგორც ჩანს, ფული აქ ვიღაცამ სპეციალურად ამარხა. ვიღაცამ რა, D.B. კუპერმა, რა თქმა უნდა. ეს სწორედ ის მომენტია, როდესაც კიდევ ორ ექსპერიმენტზე უნდა ვისაუბრო. ერთი ექსპერიმენტი ეხება იმ რეზინებს, რომლითაც ფულს კრავენ, ხოლო მეორე ექსპერიმენტი ეხება უშუალოდ ბანკნოტებს. ეს რამე ის რეზინა არ არის, რომლითაც ფულს კრავენ. 80-იანი წლების დასაწყისში ნაპოვნი ფული რეზინით იყო შეკრული. რა თქმა უნდა, რეზინა არ იყო იდეალურად შენახული, თუმცა ის მაინც ამაგრებდა კუპიურებს. არადა ის რეზინები, რომლებსაც ბანკები იყენებენ, შეიცავენ ისეთ ნივთიერებებს, რომლებიც ჯანგბადთან მოხვედრისას ასუსტებენ მას და დაახლოებით 1 წელიწადში ფაქტობრივად შლიან რეზინას. ანუ გამოდის, რომ ფული ბოინგის გატაცებიდან მაქსიმუმ 1 წელიწადში დამარხეს. წინააღმდეგ შემთხვევაში რეზინა უბრალოდ გაფუჭდებოდა და შესაბამისად ბანკნოტები იქით-აქეთ მიმოიფანტებოდნენ. მეორე ექსპერიმენტი კი 2020 წელს ჩატარდა. იმ მეცნიერმა, რომელიც გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან თანამშრომლობდა, ბანკნოტებზე სპეციფიური წყალმცენარეების კვალი შენიშნა. ეს სპეციფიკა იმაში მდგომარეობს, რომ აღნიშნული წყალმცენარეები მხოლოდ გაზაფხულის პერიოდში გვხვდება მდინარეებსა და ტბებში. ანუ გამოდის, რომ ფული არა ნოემბერში, არამედ გაზაფხულის პერიოდში დაიმარხა, რაც თავის მხრივ იმას გამორიცხავს, რომ ეს ფული გამორიყა წყალმა და გარდა ამისა მეტყველებს იმაზე, რომ D.B. კუპერი გადარჩა. მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ დიდი ალბათობით კუპერი სხვაგან დაეშვა, ენთუზიასტებმა მისი და რა თქმა უნდა ფულის ძიებას დაიწყეს. თუმცა ვერც ის, ვერც პარაშუტი და ვერც $200,000 ვერ იპოვეს. საბოლოო ჯამში ისე გამოვიდა, რომ ნაპოვნმა ფულმა, ნაპოვნმა $5,800 საქმე მაინც და მაინც წინ ვერ წაწია. მიუხედავად იმისა, რომ გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტებმა ფული ექსპერტიზაზე წაიღეს. აქ ისიც უნდა ითქვას, რომ ისინი ვალდებულები იყვნენ
რომ გარკვეული გასამრჯელო გადაეხადათ ბრაიანის ოჯახისთვის. თუმცა იმის გამო, რომ საქმე უკვე საკმაოდ ძველი იყო, შეგახსენებთ, რომ ფული აღმოაჩინეს 80-იანების დასაწყისში, თვითმფრინავის გატაცება კი 1971 წელს მოხდა, ისინი თვლიდნენ, რომ არ იყვნენ ვალდებულები, რომ რაიმე სახის გასამრჯელო გადაეხადათ. მაგრამ 6 წლიანი სასამართლო დავის შემდეგ, ბრაიანის ოჯახმა მოიგო სასამართლო და მათ მიიღეს გარკვეული თანხა. ის ფაქტი, რომ საქმეს შეიძლება ითქვას ვადა ჰქონდა გასული, რა თქმა უნდა, ტყუილუბრალოდ არ მიხსენებია. გამოძიების ფედერალურმა ბიურომ უარი განაცხადა რაიმე სახის ბიუჯეტის გამოყოფაზე ამ საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით. და მიზეზი ძალიან მარტივი იყო. ისინი მაინც და მაინც წინ ვერ მიდიოდნენ და გარდა ამისა მათ ჰქონდათ სხვა საქმეების გამოსაძიებელი. დაახლოებით 2000-იანების პერიოდში აღნიშნული საქმე საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდა. და ეს, ანუ 2000-იანების პერიოდი ის დროა, როდესაც საკმაოდ დიდი რაოდენობის ენთუზიასტი ტიპი არის, რომელსაც აქვს იმის მუხტი და აქვს იმის სურვილი, რომ მსგავსი кейსები, მსგავსი საქმეები გამოიძიოს და თან პლუს ამასთან ერთად ეს ის პერიოდია, როდესაც საგამოძიებო ტექნოლოგიები, ისევე როგორც ლაბორატორიები, ბევრად უფრო დახვეწილია, ვიდრე ეს 1971 წელს იყო. პირველი, რაც ალბათ ყველაზე საინტერესოა, DNM-ის ტესტია. თუ კი სამხილებიდან აღებულ მასალას შევადარებთ რომელიმე ეჭვმიტანილის DNM-ს, შევძლებთ და გავფილტრავთ ბევრ სავარაუდო დამნაშავეს. ექსპერტებმა ჰალსტუხიდან შეძლეს ბიოლოგიური მასალის აღება, თუმცა ის საკმარისი არ აღმოჩნდა ტესტების ჩასატარებლად. ახლა ალბათ ყურადღებიანი მაყურებელი ფიქრობს იმას, რომ რა ჰალსტუხი, რის ჰალსტუხი, ნამწვი ხო ჰქონდა გამოძიების ფედერალურ ბიუროსო. მოკლედ ნამწვი კი ჰქონდა თავის დროზე, მაგრამ დაკარგეს. ხო, აი ესეთი ამბავია რა. ნუ, პრინციპში ეს გასაგებია, იმიტომ რომ 1971 წელს არავინ არ ფიქრობდა იმას, რომ ამ სიგარეტის ნამწვისგან ოდესღაც DNM-ს აიღებდნენ, შემდეგ შეადარებდნენ სავარაუდო ეჭვმიტანილებს და ნუ მოკლედ დაადგენდნენ იმას, რომელიმე მათგანი შემთხვევით DB კუპერი ხომ არ იყო. და ნუ ასე თუ ისე გასაგებია ეს ყველაფერი. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ მათ დაკარგეს ნამწვი, მათ ჰქონდათ შენახული სხვა სამხილები, მაგალითად ისეთი როგორც არის პარაშუტი, მაგალითად ისეთი როგორც არის ჰალსტუხი და კიდევ ბევრი სხვა რამ. 2000-იანი წლების დასაწყისში ჰალსტუხზე საკმაოდ მძლავრი მიკროსკოპის დახმარებით ტიტანის ნაწილაკები აღმოაჩინეს. 70-იან წლებში ეს მასალა ნამდვილად არ იყო მარტივად ხელმისაწვდომი და მას მხოლოდ სპეციფიურ საწარმოებში იყენებდნენ. მაგალითად ისეთებში, როგორიც იყო წყალქვეშა ნავების მშენებლობა, მეტალურგია და ავიათმშენებლობა. ტიტანის ხიბლი იმაში მდგომარეობს, რომ იგი საკმაოდ მაღალი ტემპერატურის დატვირთვას უძლებს და ინარჩუნებს მდგრადობას, რაც მნიშვნელოვანია ზებგერითი თვითმფრინავების მშენებლობის დროს. ბოინგი კი სწორედ ასეთ პროექტზე მუშაობდა, თუმცა ერთ მშვენიერ დღეს პროექტი დახურეს, თანამშრომლები კი გაუშვეს. და აბა თუ გამოიცნობთ, როდის დაიხურა პროექტი? 1971 წლის გაზაფხულზე. თვითმფრინავის გატაცებამდე 9 წლით ადრე. დადასტურებული არ არის ის, რომ ეს ჰალსტუხი უშუალოდ DB კუპერს ეკუთვნოდა, თუმცა ის ფაქტი, რომ იგი იპოვეს იმ სავარძელთან ახლოს, სადაც გამტაცებელი იჯდა, ალბათ უბრალოდ ამთხვევა არ უნდა ყოფილიყო. ოფიციალურად DB კუპერის საქმე 2016 წელს დაიხურა. გამოძიების ფედერალური ბიურო მზად არის განიხილოს ახალი სამხილები, თუ კი ასეთი გამოჩნდება. თუმცა ხელისუფლების მხრიდან გამოძიებისთვის საჭირო ბიუჯეტის გამოყოფა შეწყვეტილია. ყოველწლიურად გამოდის ახალ-ახალი ვიდეოები, მათ შორის ბუნებრივია YouTube-ზე, სადაც ენთუზიასტები საუბრობენ იმაზე, თუ ვინ იყო DB კუპერი და რა გააკეთა მან მას შემდეგ, რაც იგი თვითმფრინავიდან გადახდა. ზოგიერთი ენთუზიასტი იმდენად საინტერესო ტიპია, რომ მათი ვიდეოში, ანუ ამ ვიდეოში არ ხსენება, მე მგონი რომ ცოდვა იქნება. ერთ-ერთმა ასეთმა ენთუზიასტმა თქვენ წარმოიდგინეთ და წყალქვეშა ნავიც კი დაიქირავა იმისთვის, რომ კუპერის ნეშტი ეპოვა მერვინის ტბის ფსკერზე. იქ, სადაც მისი აზრით, კუპერი დაიხრჩო. ძიების პროცესი კინაღამ თავად მაძიებლის გარდაცვალებით დასრულდა. ერთ-ერთმა ჟურნალისტმა კი სიცოცხლე სუიციდით დაასრულა. მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ის ვიზეც ეჭვობდა, აღმოჩნდა, რომ სულაც არ ყოფილა DB კუპერი. ენთუზიასტ გამომძიებლებს ერთი საკმაოდ უცნაური ტენდენცია ახასიათებთ და ეს მხოლოდ DB კუპერის საქმეში არ იკვეთება. მათ აქვთ ხოლმე რაღაც გარკვეული აკვიატებული იდეა, რომელსაც თავიდან ბოლომდე ესე ცალმხრივად აწვევიან, აწვევიან ბრწყალებში რა თქმა უნდა, და ივიწყებენ საქმეში არსებულ სხვა კონტრარგუმენტებს, რომლებიც მათ თეორიას თითქმის თავიდან ბოლომდე აბათილებს. მე არ მინდა რომ დღევანდელ ვიდეოში ობიექტურობა დავკარგო, ამიტომ რა თქმა უნდა მოგაწვდით ზოგიერთი ეჭვმიტანილის დოსიეს
და გაგაცნობთ მათ, თუმცა ეს ობიექტურობა უпростоრედ მე მავალდებულებს იმას, რომ როგორც მინიმუმ კონტრარგუმენტებიც გითხრათ იმასთან დაკავშირებით თუ ვინ რატომ შეიძლება იყოს DB Cooper-ი, მაგრამ სინამდვილეში რატომ არ არის DB Cooper-ი. მოკლედ, თუ მზად ხართ, დავიწყოთ. ამ საქმეში არსებული ერთ-ერთი ეჭმიტანილი კენეტ კრისტენსენია, რომელიც ეჭმიტანილთა სიაში 2000-იანების დასაწყისში აღმოჩნდა, ანუ იმ დროისთვის, როცა ის უკვე გარდაცვლილი იყო. კენეტის 80 წლის ძმა ერთ-ერთ სატელევიზიო შოუში მასზე ამბობდა, რომ ის DB Cooper-ი იყო. კენეტი იბრძოდა მეორე მსოფლიო ომში და ამ პერიოდში არაერთხელ გადმომხტარა თვითმფრინავიდან პარაშუტი. შემდეგ ის მუშაობდა Northwest Airlines-ის კომპანიაში ბორტგამცილებლად. მისი სახლი კი სიეტლის აეროპორტიდან 30 კილომეტრში მდებარეობდა. ეს იყო ადამიანი, რომელსაც სამხედრო გამოცდილება ჰქონდა, რომელიც არაერთხელ გადმომხტარა თვითმფრინავიდან პარაშუტით და ეს იყო ის ადამიანი, რომელიც კარგად იცნობდა იმ ტერიტორიას, სადაც DB Cooper-ი დაახლოებით მაინც უნდა დაშვებულიყო. 1971 წელს კრისტენსენი 45 წლის იყო. ბორტგამცილებელმა ფლორენ შაფნერმა მისი ფოტოს ნახვისას განაცხადა, რომ ის DB Cooper-ს ძალიან გავდა. ისიც უნდა ითქვას, რომ კენეტი აქტიური მწვეველი იყო და ის ფილტვის კიბოთი გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების შემდეგ ოჯახის წევრებმა აღმოაჩინეს, რომ მის საბანკო ანგარიშზე $200,000-მდე დოლარი იყო. არადა მას არ ჰქონდა იმდენი ხელფასი, რომ ეს თანხა რამენაირად მოეგროვებინა. თუმცა ალბათ ხვდებით, რომ ეს ყველაფერი უბრალოდ დამთხევა არის და არსებობს უამრავი არგუმენტი საიმისოდ, რომ დავადასტუროთ, რომ კრისტენსენი სულაც არ ყოფილა DB Cooper-ი. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ გარეგნობაა. მიუხედავად იმისა, რომ ფლორენ შაფნერმა ის ძველ ფოტოებში იცნო, თავდაპირველი ჩვენების მიხედვით DB Cooper-ს საკმაოდ ხშირი თმა ჰქონდა. კრისტენსენი კი ამ პერიოდში უკვე თითქმის ბოლომდე გამელოტებული იყო. რა თქმა უნდა, ეს არ გამორიცხავდა იმას, რომ მას შეეძლო პარიკის გაკეთება. თუმცა გასათვალისწინებელია მისი სიმაღლეც. კენეტის სამხედრო ჩანაწერების მიხედვით ის 175 სანტიმეტრის სიმაღლის იყო. მაგრამ ალბათ გიჩნდება შეკითხვა. თუ კი ეს ადამიანი DB Cooper-ი არ იყო, მაშინ საიდან ჰქონდა მას საბანკო ანგარიშზე $200,000-მდე დოლარი იმის გათვალისწინებით, რომ მისი ხელფასი მას ამის საშუალებას, ანუ ამ თანხის მოგროვების საშუალებას არ აძლევდა. მოკლედ გაირკვა, რომ გარდაცვალებამდე არც თუ ისე დიდი ხნით ადრე, ისე რომ მისი ოჯახის წევრებს არ გააგებინა, მან გაყიდა უძრავი ქონება. მოკლედ კრისტენსენი არ იყო DB Cooper-ი, მაგრამ არანაკლებ ჩათლახი ადამიანი ყოფილა. შემდეგი ეჭმიტანილი კი გახლავთ დუეინ ვებერი. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ვებერმა სიკვდილის წინ მეუღლეს განუცხადა, რომ ის დენ კუპერი იყო და მას $170,000 ჰქონდა დამალული. ცოლმა, ისე რომ არც კი იცოდა თუ ვინ იყო დენ კუპერი, დამოუკიდებელი გამოძიება ჩაატარა და გაარკვია, რომ მეუღლე ცნობილ თვითმფრინავის გამტაცებელზე საუბრობდა. ამ გამოძიების წყალობით მან არამხოლოდ ის გაარკვია თუ ვინ იყო DB კუპერი, არამედ საკმაოდ ბევრ ისეთ არგუმენტს მიაგნო, რომელიც ადასტურებდა, რომ მისი მეუღლე სწორედ ის მისტიური გამტაცებელი იყო, რომელიც 1971 წლის ნოემბერში თვითმფრინავიდან გადმოხდა. გაირკვა, რომ ამ ადამიანს საკმაოდ სერიოზული სამხედრო გამოცდილება ჰქონდა მიღებული, რომელიც თავის მხრივ ითვალისწინებდა პარაშუტიდან ხტომას, უпростоრედ კი პარაშუტით თვითმფრინავიდან ხტომას. გარდა ამისა, მისმა მეუღლემ ისიც დაადგინა, რომ მისი ნამდვილი სახელი და გვარი დუეინ ვებერი სულაც არ ყოფილა. თუმცა ეს ყველაფერი არაა. ეს ეგრეთ წოდებული დუეინ ვებერი, პოტენციური DB კუპერი, აღმოჩნდა, რომ ქორწინებამდე ციხეში იჯდა. ციხეში იჯდა იმის გამო, რომ იგი პროფესიონალი ქურდი იყო. რამდენად პროფესიონალი იყო, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ დაიჭირეს და ციხეში იჯდა, ეგ ცოტა სხვა საკითხია, მაგრამ მაინც. ვიზუალით დაასაკით, ვებერი აკმაყოფილებდა DB კუპერად ყოფნის კრიტერიუმებს. 70-იანების დასაწყისში ის 45 წლის იყო. ვებერის მეუღლე არაერთხელ დაუკავშირდა ფედერალური ბიუროს აგენტებს, თუმცა ყოველ ჯერზე მას პასუხობდნენ, რომ მტკიცებულებები არასაკმარისი იყო. 2008 წელს ვებერის დნმ შეადარეს ჰალსტუხზე აღმოჩენილ დნმ-ს და აღმოჩნდა, რომ მათ შორის არანაირი კავშირი არ ყოფილა. თუმცა აქ ისიც უნდა ითქვას, რომ გამოძიების ფედერალური ბიურო ამბობდა, რომ მათ საერთოდ არ იციან, რეალურად ეს ჰალსტუხი მართლა ეკუთვნოდა DB კუპერს თუ არა. და ამას გარდა ისინი საუბრობდნენ იმაზეც, რომ ჰალსტუხზე არსებული ბიოლოგიური მასალა არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ დნმ-ის კვლევა და დნმ-ის ტესტი ზუსტი ყოფილიყო. კიდევ ერთი კონტრარგუმენტი, რომელიც აუცილებლად უნდა ითქვას, გახლავთ ის, რომ ვებერის ისტორიას ყვება მისი მეუღლე.
და ერთი ადამიანის უბრალოდ მონათხრობი, რომ ჩემმა ქმარმა თავის დროზე მაშინ, როდესაც ის კვდებოდა, ესეთი და ესეთი ამბავი მითხრაო, ეს არის უბრალოდ ირიბი მტკიცებულება, რომელსაც იდეაში არანაირი წონა არ აქვს არც სამართალდამცავებისთვის და არც სასამართლოსთვის. და კიდევ ერთხელ უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტორი, რომ მაშინ, როდესაც DB კუპერი გადახდა, მან დაიმაგრა წინა მხარეს, ანუ სათადარიგო პარაშუტის მულაჟი, ანუ ფეიქი პარაშუტი. და წესიდარიგით ვებერი ამას არიზავდა იმის გათვალისწინებით, რომ მას საკმაოდ სერიოზული სამხედრო გამოცდილება ჰქონდა მიღებული. შემდეგი ეჭვმიტანილი ბარბარა დეიტონია. დიახ, არ მოგესმათ, საუბარი არის ქალბატონ ბარბარაზე, რომელიც ოდესღაც ბობი იყო. ანუ ეს ადამიანი ოდესღაც ბობი დეიტონი იყო, მანამ სანამ სქეს შეიცვლიდა. ხო, მოკლედ, მე შეგპირდით, რომ აბსურდულ თეორიებს არ გაგაცნობდით, იმიტომ რომ არ მინდა თქვენი დრო დავხარჯო, ასე რომ მოდით პირდაპირ გავეცნოთ ბარბარას კი არა და ბობის, ამ ბარბარას ბიოგრაფიას. სიკვდილის წინ ბარბარამ, რომელსაც ოდესღაც ბობი ერქვა, მეგობრებს მოუყვა, რომ DB კუპერი იყო. მან ისეთი დეტალები აღწერა, რომლებიც არ ეწერა პრესაში. მაგალითად, ის თუ რა ტიპის ბომბი ჰქონდა кейსში, რამდენი ხანი იყო ჰაერში, რომელი პარაშუტი წაიღო თან და სხვა. მან მინიშნებებიც კი დატოვა იმასთან დაკავშირებით, თუ სად დამალა ფული, თუმცა ვერც ენთუზიასტებმა და ვერც ჟურნალისტებმა ამ ფულს ვერ მიაგნეს. რეალურად ბარბარას ისტორიაც საკმაოდ დამაჯერებლად ჟღერს ზოგიერთ თეორიაში, თუმცა აქაც ისევე როგორც სხვა შემთხვევებში გასათვალისწინებელია რამდენიმე საკმაოდ მნიშვნელოვანი კონტრარგუმენტი. კი, კარგი გასაგებია ის ფაქტი, რომ მან შეიცვალა სქესი და თეორიაში არ არის გამორიცხული, რომ ის მართლაც DB კუპერი იყო, თუმცა მას სიმაღლე არ უწყობდა ხელს და გარდა სიმაღლისა, თვალისფერიც. მას ჰქონდა ღია ცისფერი თვალები, DB კუპერს კი შეგახსენებთ თაფლისფერი. შემდეგი ეჭვმიტანილი რობერტ რექსტროუა. სწორედ რობერტის დამსახურებაა ის ფაქტი, რომ გამოძიების ფედერალურმა ბიურომ გაასაჯაროვა გამოძიების მასალა. პროდიუსერი და რეჟისორი ტომ კოლბერი დარწმუნებული იყო, რომ სწორედ რექსტროუ იყო DB კუპერი. მან გამოძიების ფედერალურ ბიუროს უჩივლა იმის გამო, რომ არ აძლევდნენ წვდომას საქმის მასალასთან. და სწორედ ამ საჩივარის შედეგად გასაჯაროვდა სამხილები და უამრავი სხვა დეტალი. პრინციპში უნდა ითქვას ის, რომ რობერტ რექსტროუს ბიოგრაფია საკმაოდ საინტერესო იყო და მისი ბიოგრაფიის რამდენიმე დეტალი ასე თუ ისე მეტად თუ ნაკლებად ემთხვეოდა იმ დეტალებს, რომლებიც წესიდარიგით DB კუპერს უნდა ახასიათებდეს. თუმცა რა თქმა უნდა, აქაც ძალიან დიდი კონტრარგუმენტია, მაგრამ მაგას ოდნავ მოგვიანებით განვიხილავ. მასაც ისევე როგორც სხვა ეჭვმიტანილებს ჰქონდა გავლილი სამხედრო სამსახური, რომელშიც მოიაზრებოდა პარაშუტით ხტომა. ის გაშვებული იყო სამხედრო სამსახურეობრივი მოვალეობის მოხდისგან არასათანადო ქცევის გამო. ის ეჭვმიტანილი იყო საკუთარი მამის მკვლელობაში, თუმცა საბოლოოდ სასამართლომ ის გაამართლა. კითხვაზე არის თუ არა ის DB კუპერი, გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტებს პასუხობდა, რომ თქვენს ადგილას მეც ვიეჭვებდი ჩემნაირ ადამიანზე, რომ DB კუპერი არისო. თუმცა ეს არც კი ის ნიშნავდა და არც არას. რეჟისორი ტომ კოლბერის გუნდმა DB კუპერის მიმბაძველის მიერ გაგზავნილი წერილი გაშიფრა და მასში აღმოაჩინა კოდი, რომელიც პირდაპირ ამბობდა: მე მქვია რობერტ რექსტროუ. მაგრამ ალბათ ხვდებით იმას, რომ ადამიანის ფანტაზია იმდენად საინტერესოდ არის მოწყობილი, რომ თუ კი ერთ ადამიანს რაღაც კონკრეტულში სურს, რომ დაინახოს ის, რისი დანახვაც მას სურს, ფანტაზია საამისოდ ყველანაირ ინსტრუმენტს მისცემს. ახლა არ ვიცი რამდენად კარგად ჩამოვაყალიბე ის, რისი თქმაც მინდოდა, მაგრამ იმეც ვიტოვებ, რომ ყველაფერი მეტად თუ ნაკლებად კარგად გაიგეთ. რა თქმა უნდა, რობერტ რექსტროუს DB კუპერობაში ეჭვი მხოლოდ იმიტომ კი არ უნდა შევიტანოთ, რომ მის კანდიდატურას აყენებდა რეჟისორი, რომელსაც სურდა DB კუპერზე ფილმის გადაღება და შესაბამისად ისიც უნდოდა, რომ მაყუთი მოეჭრა. არა, რა თქმა უნდა, მხოლოდ ეს არგუმენტი ალბათ ძალიან ზედაპირული იქნებოდა. ასე რომ მოდი ცოტა უფრო სიღრმეში ჩავიდეთ. რექსტროუ 1971 წლის 24 ნოემბერს სულ რაღაც 28 წლის იყო. ამას გარდა მას ღია ფერის თვალები და ღია ფერის თმა ჰქონდა. რექსტროუ ზედმეტად კვალიფიციური იყო იმ შეცდომებისთვის, რაც კუპერმა დაუშვა. დიდი ალბათობით, ყოფილი სამხედრო არ აირჩევდა სათადარიგო პარაშუტის მულაშს. ერთი სიტყვით, რექსტროუ, ისევე როგორც ყველა სხვა დანარჩენი პრეტენდენტი, დიდი ალბათობით არ იყო DB კუპერი. ყოველ შემთხვევაში იმ კონტრარგუმენტების გათვალისწინებით, რომლებსაც მაძლევს საქმეში არსებული სამხილები. ისე რადგან უკვე ის ვახსენე, რომ საქმეში წერილებიც ფიგურირებს, მოდი ზოგიერთი მათგანი განვიხილოთ. სხვადასხვა ამერიკულ გაზეთში მომხდარიდან არც თუ ისე დიდი ხნის შემდეგ ანონიმური წერილები გამოქვეყნდა. მე დენ კუპერი ვარ
და მე გადავრჩი. ეს მათი მთავარი სათქმელი იყო. თუმცა ერთ-ერთ მათგანში ანონიმური ავტორი საუბრობდა იმაზე, რომ ყველაფერი წინასწარ ჰქონდა გათვლილი. მან არ დატოვა თითის ანაბეჭდები. მას ეკეთა მაკიაჟი და პარიკი. ის საკმაოდ მშვიდი და გაწონასწორებული ადამიანია იმის და მიუხედავად, რომ 14 თვის სიცოცხლე ჰქონდა დარჩენილი. ბოლო დეტალის გარკვევა, ანუ იმის გარკვევა, რომ მას 14 თვის სიცოცხლე ჰქონდა დარჩენილი, ფაქტობრივად შეუძლებელია. თუმცა ერთი რამ, რისი შესაძლებლობა ჩვენ გვაქვს, ეს არის კონტექსტის გათვალისწინებით იმის გაანალიზება, ჰქონდა თუ არა მას ყველაფერი კარგად დაგეგმილი და მზად იყო თუ არა ის იმისთვის, რომ ბორტზე მომხდარი ნებისმიერი სიტუაციის შემთხვევაში სიმშვიდე შეენარჩუნებინა. მან არ იცოდა ის თუ როგორ იღებოდა თვითფრინავის კარი. გამოიყენა სათადარიგო პარაშუტის ყალბი ვერსია. მოთხოვნებში მას არ დაუკონკრეტებია ბანკნოტების ნომინალი. მას რომ 50 ან 100 დოლარიანებით შეკრული 200,000 დოლარი მოითხოვა, ბევრად უფრო მსუბუქი წონით გადმოხტომა მოუწევდა. კუპერმა სამხედრო პარაშუტი გამოიყენა, რომელიც სამართავად არაკომფორტული იყო. კუპერს არ ჰქონდა გაცნობიერებული, რომ Boeing 727-ში ჩასმული საწვავი არ იყოფოდა მექსიკაში გადაფრენას. ძალიან მოკლედ რომ თქვა, ამ ყველაფრის გათვალისწინებით წესი და რიგით უნდა მივიდეთ იმ დასკვნამდე, რომ DB კუპერი სულაც არ ყოფილა პროფესიონალი თვითფრინავების გამტაცებელი. და ხო, მაშინ როდესაც ვახსენე ის ადამიანები, რომლებიც პოტენციურად DB კუპერები შეიძლება ყოფილიყვნენ, უნდა ვახსენო პოპკულტურაც. იმიტომ რომ როგორც უკვე ვთქვი, ამ ადამიანის სახელი და გვარი ფაქტობრივად ლეგენდად არის ქცეული. ერთ-ერთ სერიალში, რომელსაც დიდი ალბათობით თინეიჯერობისას ან ბავშვობისას უყურებდით, საუბარი მაქვს სერიალ გაქცევაზე, მაიკლ სკოფილდს აქვს თავისი ვერსია იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ არის DB კუპერი. მინდა ფორმალური წინადადება გითხრათ. იმიტომ რომ ისევ ვფიქრობ, რომ მე DB კუპერი ვარ? არ ფიქრობ, ვიცი. სერიალი გაქცევის გარდა DB კუპერი, უпростоრედ კი დენ კუპერი, პოპკულტურის სხვა ნაწილშიც გვხვდება. საუბარი კომიქსებზე მაქვს. და ახლა ალბათ ფიქრობთ, რომ DB კუპერის ისტორია გახდა რომელიმე კომიქსისთვის ინსპირაციის წყარო. მაგრამ არა, სულაც არა. ყველაფერი მეტად თუ ნაკლებად პირიქით მოხდა. კომიქსი სახელად დენ კუპერი და მისი პერსონაჟი პირველად 1950-იან წლებში გამოვიდა. ოღონდ არა ამერიკაში, არამედ საფრანგეთში. და შესაბამისად მისი სახელი არა დენ კუპერი, არამედ დენ კუპერ უნდა იყოს. 1971 წლისთვის კი აღნიშნული კომიქსი არ იყო ინგლისურად თარგმნილი. მართალია არც ერთ თვითმხილველს და რა თქმა უნდა არც ერთ ბორდ გამცილებელსაც არ დაუფიქსირებია ის, რომ დენ კუპერს ან დენ კუპერს ან არადა DB კუპერს ჰქონდა რაიმე სახის აქცენტი, განსაკუთრებით კი ფრანგული. მაგრამ აქ ერთი რამ არის გასათვალისწინებელი. მოკლედ, გამოძიების ფედერალური ბიურო კანადას თხოვდა, რომ რაიმე სახის ინფორმაცია მიეწოდებინათ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ კანადასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს ამ პერიოდში მაინც და მაინც კარგი და მეგობრული ურთიერთობა არ აქვთ, საქმესთვის არანაირი მასალა და არანაირი ინფორმაცია არ მიუწოდებიათ. და ახლა ალბათ ფიქრობთ, კანადა რა შუაშიაო და გეტყვით იმას, რომ კანადაში მოსახლეობის უმეტესობა ბილინგვია. რაც ნიშნავს იმას, რომ კანადის მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი საუბრობს ინგლისურადაც და ფრანგულადაც და ეს საუბარი შეუძლიათ უაქცენტოთ. ამით იმის თქმა სულაც არ მინდა, რომ DB კუპერი აუცილებლად კანადელი იყო, თუმცა ესეც დიდი ალბათობით მაინც უნდა მეხსენებინა. მოკლედ, საკმაოდ საინტერესო არის ის თუ როგორ შეძლო ერთმა ადამიანმა თვითფრინავის გატაცება ისე მიღება 200,000 დოლარის, რომ არც იარაღი გამოუყენებია, არც ბომბი, არც არაფერი განსაკუთრებული. ანუ მეტად თუ ნაკლებად საკმაოდ მარტივად მან მიიღო 200,000 დოლარი, შემდეგ გაფრინდა, გადმოხდა თვითფრინავიდან და გაქრა. მოკლედ, DB კუპერის ისტორია ჩემთვისაც ძალიან საინტერესო იყო. მადლობა მინდა გადაუხადო ყველა იმ მაყურებელს, რომელმაც მთხოვა, რომ ამ ისტორიაზე ვიდეო ჩამეწერა. მე კი ვიცოდი დაახლოებით რაც გააკეთა DB კუპერმა, მაგრამ აი როგორ ვიცოდი ინფორმაცია იცით? ვიცოდი რომ უბრალოდ გადახდა თვითფრინავიდან, მერე გაქრა და მერე სადღაც სერიალი გაქცევა რო იყო, იქ გავიგე მის შესახებ. ახლა DB კუპერზე მეც ბევრად უფრო მეტი ვიცი და იმედი მაქვს რომ თქვენც და დიდი იმედი მაქვს გარდა ამ ყველაფრისა, რომ დაალაიქებთ ამ ვიდეოს, არხს გამოიწერთ და ამ ვიდეოს გააზიარებთ სოციალურ ქსელებში. მოკლედ, დღეისათვის სულ ეს იყო. დროებით.